მე არ ვიცი გონების განახლებაში ვირას მოიაზრებს ან რანაირად გონიათ გონების განახლება, მაგრამ როდესაც ამ თემაზე ვლაპარაკობ, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ გონების განახლება ხდება რითი? ღმერთის სიტყვით უპირველეს ყოვლისა. ღმერთის სიტყვით, რომელიც უნდა გავიაზროთ, ღმერთის სიტყვით, რომელიც უნდა ჩვენ შინაგან ადამიანში გააჩნდეს თავისი ჭეშმარიტებით. ისე კი არა, ზურფასებო, სჩვევიათ რელიგიურ ადამიანებს არის ხოლმე ასეთი ტერმინი არის ქრისტიანობაში რელიგიურობა, რელიგიური ადამიანი. თვითონ სიტყვა რელიგიაში ცუდი არაფერი არ არის, ზურფასებო, მაგრამ ადამიანებმა თვითონ ეს სიტყვა აქციეს რად? ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად აი ამ ტერმინის ქვეშ მოიაზრება დღეს, არიან ადამიანები, რომლებსაც თავისი მახასიათებლები აქვს და ერთ-ერთი მახასიათებელი არის რელიგიური ადამიანის, როცა გვიატებს რაღაც გაგებას, აზროვნებას, როგორც ჭეშმარიტებას და რაც თავარია შემდეგ თავის ცხოვრებაში ცდილობს, რომ თავის მისიად თulis ამას, რომ ეს ჭეშმარიტება დაიცვას, სხვები ამხილოს, არავის არ დაუჯეროს, მარტო თვითონ არის მართალი და მთელი ეკლესია ტყუის და ასე შემდეგ. ზურბასებ, უამრავი მახასიათებლები აქვს რელიგიურ თვითონ პიროვნებას და ადამიანს უარყოფითი გაგებით, რა თქმა უნდა. და ხშირად ადამიანები ამას ყურადღებას არ აქცევენ. მე არ ვლაპარაკობ დღეს, რომ ასეთი მოსმენით განახლდება ადამიანის გონება, ასეთი სიტყვით განახლდება ადამიანის გონება. მაგრამ ადამიანის გონება ნახლდება წმინდა წერილის საფუძვლიანი შესწავლით. ამინ. ჩვენ წმინდა წერილი სწორედაც უნდა გვესმოდეს, ხო მართალია? შეიძლება აიღო რაღაც ერთი მუხლი, აიკვიატო ის მუხლი, იმ მუხლზე ილაპარაკო, იმ მუხლზე შეიძლება ბევრი ისაუბრო, მაგრამ იცი ჭეშმარიტება რაში არის? მაგალითად ერთხელ ერთ მონაკვეთს მოგიყვებით, სანამ მე ჩემ თემას შევუდგები. ეკლესიის ისტორიაში მახსოვს ერთ-ერთი ადამიანი იყო მეზობელი ეკლესიიდან, რომელმაც აიკვიატა ერთ პერიოდში აი ასეთი გაგება, რომ მამაო ჩვენო, ქრისტემ ხო თქვა, როცა ლოცულობთ, ილოცეთო როგორ, ასე ილოცეთო, მამაო ჩვენო. თუმცა მოციქული პავლე ამბობს შემდეგ, რომ უპირველეს ყოვლისა, როცა ლოცულობთ, უნდა ვილოცოთ რისთვის, მართლობისთვის, ხელისუფლებებისთვის და ასე შემდეგ. ანუ კონკრეტული ასეთი დადგენილება ბიბლიის მიხედვით, რომ როდესაც ლოცულობთ, როგორ უნდა ვილოცოთ, რანაირად უნდა ვილოცოთ, რა სიტყვებით უნდა ვილოცოთ, ზრფასებო, კონკრეტული ასეთი დადგენილება არ არსებობს. უბრალოდ ჩვენ ვიცით მაგალითები ლოცვისა, როდესაც ღმერთის ხალხი ლოცულობდა და იწყებდნენ თავიანთ ლოცვას ღმერთის განდიდებითა და თაყვანისცემით, ხო? უამრავი ლოცვის მაგალითი გვაქვს, მაგრამ ამ ადამიანმა აიკვიატა უბრალოდ ეს ერთი ფრაზა და ის და კიდევ მეორე. მოციქული პავლე ამბობს, რომ ვიდრე მუხლ ჩემი უფლისი იესო ქრისტეს მამის წინაშე. და იცით ასეთი გაგება ქონდა, როცა ეკლესია ადგებოდა ფეხზე, ის მოიდრიგდა მუხლს და იწყებდა მამაო ჩვენოს. იცით რა არის შემოძრფასება? განამაში იყო ცოდვა რამე, არ ყოფილა ამაში ცოდვა რაღაც. ჩემთან რომ მოვიდა, სტუბრად რომ განაწყენებული თავისი ეკლესიიდან რომ გაეზიარებინა ჩემთვის, როცა მოდი მეთქი ვილოცოთ ზვაო და როცა ავდექი ფეხზე მუხლი მოიდრიკა და დაიწყო მამაო ჩვენო, ჩემს სახლში. მეც მუხლი მოვიდრიკე მასთან ერთად და ვილოცეთ მამაო ჩვენო. გაუკვირდა რომ მასთან ერთად ეს გავაკეთე. რაღაცნაირად ნდობით განიმშვალა ამის შემდეგ და რო ვისაუბროთ, მე ვუთხარი ზვაო, განა შენ იმაში სოდავ, რომ მამაო ჩვენოთი იწყებ ლოცვას? არა, ეს სოდვა არ არის. განა შენ იმაში სოდავ, რომ მუხლს იდრიკავ ამ დროს, როცა ეკლესია ფეხზე დგას? არა, არც ეს არ არის სოდვა. მაგრამ იცი სოდვა რა არის? როცა შენი თავი გონია სუპერ მართალი, ჭეშმარიტი და აი ამ ადამიანებს, იმ ეკლესიას, რომელშიც ხარ შენ, მათ უკვე მსჯავრსადებ, ასამართლებ, ეწინააღმდეგები და ცდილობ, რომ შენი ჭეშმარიტება დაიცვა და მთელ ეკლესიას თავს მოახვიო ეს ყველაფერი. შემოძრფასებოა. იცით რა არის? შეიძლება რაღაც გესმოდეს და ეს უმტკივნეულო არის, არაფერი იმაში არ ახლა მამაო ჩვენოთი რომ დაიწყო ლოცვა, რა პრობლემა არის? არაფერი პრობლემა ამაში არ არის. მაგრამ მე თუ დავიწყებ გასამართლებას სხვების, სხვა ადამიანებისა რა, ეს არის უკვე ცოდვა. და აქედან გამომდინარე არის საშიშროება უკვე და რელიგიურ ადამიანებს ახასიათებთ ასეთი რაღაცა, აიკვიატებენ რაღაცას და უნდა რომ თელმა ეკლესიამ ბიშკუაზე გაიაროს.
ყველა ადამიანმა მიშკუაზე გაიაროს და ასე არ იქნება ზურფასებო. ყველა ეკლესიას თავისი წესი აქვს, თავისი დადგენილება აქვს, თავისი შეხედულება აქვს შეიძლება, მაგრამ ისეთ არის ფუნდამენტალური გაგებები, რომელზეც დგას ეკლესია და ეკლესია ამ ფუნდამენტალურ გაგებებიდან არ გადაუხვევს, იმიტომ რომ ამაზე დგას ეკლესია. შეიძლება პატარ-პატარა რაღაცებში, წესრიგში განსხვავებები იყოს, მაგრამ ჩვენ ამ განსხვავებებში პრობლემას ვერ ხედავთ. ამიტომ ზრუფასებო, როცა გონების განახლებაზე ვლაპარაკობ ჩვენ, გონება ნახლდება ღმერთის სიტყვის ჭეშმარიტი შესწავლით. ჩვენ უნდა ესა თუ ის ფრაზა, ესა თუ ის ადგილი, უნდა ჩაუღრმავდეთ და თუ ჩვენ ყურადღებით ვართ მსახურებებზე, კვირის სახურება არის თუ ოთხშაბათის სახურება, სწავლებითი გადის ხოლმე, ამისი კიდევ ზრუფასებო, ეკლესიას გააჩნია თავისი სწავლებები, გვიდევს ჩვენ ეკლესიის გვერდზეც სხვადასხვა გადაგებებიც არის, სწავლებებიც არის, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და რომელსაც ვთვლით, რომ აშენებს ადამიანებს და გამოიყენეთ ეს რესურსები შემოზრუფასებო და მართლა განიახლეთ გონება. თქვენი საკუთარი აკვიატებებით კი არა და გაგებით კი არა, მაგრამ ღმერთის სიტყვის ჭეშმარიტებითა და სიმართლით. ამინ. ცოცხალებას დიდება და მადლობა. აი მე როგორ ვიახლებ გონებას. მინდა დღეს გაგიზიაროთ უბრალოდ აი პრაქტიკული თემა არის წმინდა წერილიდან, იმიტომ რომ ხშირად ვამბობთ რომ ღმერთის სიტყვა ანახლებს გონებას. დიახ, მაგრამ როგორ ანახლებს? აი მაგალითად მოციქული პავლე ამბობს რომ ძველ აღთქმაზე რომ რაც კი დაიწერაო უწინო ჩვენ და სასარგებლოდ დაიწერა. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ ჩვენ ძველი აღთქმა არ გვჭირდება, ახალი აღთქმა გვჭირდება მარტო. არიან ადამიანები, რომლებიც ახალი აღთქმის ყველა ადგილს არღებულობენ და დავიდნენ მარტო 4 თავამდე, სახარების 4 თავი გვჭირდება, დანარჩენი არ გვჭირდება. პავლეს ადამიანი იყო, პეტრეს ადამიანი იყო და ასე შემდეგ და ისინი ცდებოდნენ, ასეთი გაგებებიც არსებობს. არის გაგება რომ ბიბლია არ არის ღვთისმსულიერი და ბიბლიას კიდევ აკლია რაღაცეები. ინტერნეტში არის რეკლამები ამ დღეებში ხედავდი ეთიოპიური ბიბლია და კიდევ ვინც შეიძენს მას კიდევ 2 წიგნს საჩუქრად აყოლებენ იქ. როცა ჩაუღრმავდი რაში იყო საქმე, იქ არის სინამდვილეში რომ ავტორები ჯერ გაურკვეველი ავტორია ვინ არის, თვითონ ის ეკლესია მართლმადიდებლური ეთიოპიური ეკლესია არ არის ეს, მაგრამ იქ თავაზობენ და გაგება ასეთი არის რომ ბიბლია, რომელიც აქვს დღეს მართლმადიდებლებს, კათოლიკეს და პრინციპში პროტესტანტებსაც, ეს არ არის სრულყოფილი ბიბლია, მას კიდევ აკლია რაღაცა წიგნები, რომელიც იმ ეთიოპიურ ბიბლიაში არის და დანამატები კიდევ არაკანონიკური მაგალითად ენოქის 3 წიგნი და იქ კიდევ ბევრი ასეთი რაღაცა არის დანამატები. იცით ცდილობენ თავარი იცით რა არის, განა ჩვენ შეიძლება ყველაფერი წავიკითხოთ, მაგრამ თავარი ის არის რომ ბიბლია სრული არ არის, ანუ კიდევ რაღაც დანამატები არის, მაგრამ თელმა ბიბლიამ, რომელსაც დღეს ვკითხულობთ ჩვენ, საუკუნეების განმავლობაში თავისი გამოკვლევა ჩაატარა, მეცნიერული გამოკვლევები ჩატარდა, თეოლოგები ისწრენ, ეკლესიის მამები, თვითონ იუდეური მთელი სისტემა იყო, რომლებმაც ჩამოაყალიბეს და ცნეს ღვთისმსულიერ წიგნებად ის წიგნები, რომელიც არის ბიბლიაში და დღეს ცდილობენ ზრუფასებო რომ გაუგებარი რაღაცა ლიტერატურით ქრისტიანთა გონება შეირყვნას, ქრისტიანთა გონება გადაერთოს სხვა რაღაცაზე და თავარ ფუნდამენტალურ ჭეშმარიტებებს ასწნენ. მაგრამ მოციქული პავლე ამბობდა ზრუფასებო, რაც უწინ დაიწერა ჩვენ და სასარგებლოდ დაიწერაო. უწინ დაწერილი რა იყო ქრისტიანული ეკლესია სარგებლობდა ძველი აღთქმის წერილებით. ძველი აღთქმა იუდაურ რჯულში ზრუფასებო, რომელიც იქიდან მოგვეცა ფაქტიურად ჩვენ, ის ზუსტად იმ წიგნებს მოიცავს, რომელიც დღეს არის 39 სათაური ძველ აღთქმაში. ზუსტად ის წიგნები არის. ამიტომ შემოზრუფასებო, ეკლესიას ბუნებრივია პირველი ეკლესია სარგებლობდა იმ წინასწარმეტყველებებით, იმ მორალით, იმ რჯულით. ძველი აღთქმა შეიცვალა, დღეს ამბობენ, შეიცვალა მსხვერპლშეწირვის სისტემა. აღარ არის საჭირო მსხვერპლები, იმიტომ რომ იესო ქრისტემ აღასრულა ეს რჯული. იესო ქრისტემ მოვიდა არა რჯულის დასარღვევად, მაგრამ თქვა მე რჯულის აღსასრულებლად მოვედი. იესომ აღასრულა თავისი მისია და ქრისტეს შემდეგ აღარ არის საჭირო ის წესები, დებულებები, მსხვერპლშეწირის სისტემა
ტაძარში რო თაყვანსებდნენ, მთელი წესები იყო ჩამოყალიბებული. დიახ, ქრისტემ ეს ყველაფერი გააუქმება, იმიტომ რომ იესო ქრისტეს მსხვერპლში ასრულდა ეს ყველაფერი. მაგრამ არ გაუქმებულა მორალი, ზნეობა, არ გაუქმებულა ის მორალური და ზნეობრივი სტანდარტები, რომელიც წმინდა წერილში არის. ხვდებით? არ გაუქმებულა ის ბიბლიური ისტორიები, რომელი ბიბლიური ისტორიებიდანაც ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიური პერსონაჟების ცხოვრებას და ამ ყველაფერს ჩვენ განვიხილავთ სახარების ჭრილში, ახალი აღთქმის ჭრილში. ამენ? და აქედან ვსწავლობთ ჩვენ, იმიტომ რომ დავითის ისტორია იყო დავითი მეფე, ხო? ეს ჩვენთვის სასწავლებელი ისტორიებია, რომელიც მორალსა და ზნეობას გვასწავლის, სწორქცევას გვასწავლის. ნებისმიერი ბიბლიური პერსონაჟის ცხოვრებაში ბიბლია ჩვენ კი არაფერს არ გვიმალავს. ადამიანებს შევიათ ბევრ ლიტერატურაში დამალული არის, მაგალითად არ წერია შეიძლება რომელიმე რელიგიური წინამძღოლის, რომელიღაც რელიგიაში მათი რელიგიური წინამძღოლის ცხოვრების ხარვეზები. მაგრამ ბიბლია ჩვენ არაფერს არ გვიმალავს. ჩვენი რწმენის წინამძღოლს ჯერ ერთი არაფერი ხარვეზი არ ქონია. იესო ქრისტე ღმერთი იყო, რომელიც მოვიდა ქვეყანაზე. მაგრამ ბიბლიური პერსონაჟების ცხოვრებაში თუ კი რაიმე ხარვეზებიც იყო, ბიბლია მას არ მალავს. ბიბლია ჩვენ გვასწავლის ზრფასება. როგორც დავითის ცოდვა არის აღწერილი ბიბლიაში, ასევე მაგალითია ჩვენთვის დავითის მონანიების მაგალითის, თუ როგორ მოინანია ამ ადამიანმა, თუ როგორ აღადგინა იგი ღმერთმა. ისიც ზრფასება ჩვენ ბიბლია გვასწავლის, ამიტომ მოციქული პავლე, როდესაც ამბობს, რას უწინ დაიწერა ჩვენ და სასარგებლოდ დაიწერა, ჩვენს გასაზრდელად დაიწერა, ჩვენს განახლებისთვის დაიწერა. ამიტომ ჩვენ ხელმძღვანელობთ ძველი აღთქმის ბიბლიური ისტორიებიდან და ამ ყველაფერს განვიხილავთ ჩვენ ახალი აღთქმის ჭრილში და ახალი აღთქმის პერსპექტივიდან უყურებთ ყველაფერს. იმიტომ რომ იესო ქრისტე თვითონ როდესაც ქვეყანაზე იყო, წაიკითხეთ თუნდაც 4 თავი, იესო ქრისტე საუბრობდა ადამიანზე, ევაზე, მოსეზე, ლოდზე. ანუ ბიბლიურ პერსონაჟებზე იესო ქრისტე ლაპარაკობდა ისეთ როგორ და საუბრობდა, არა როგორც უბრალოდ ლეგენდებზე და როგორც ისტორიულ რეალობებზე საუბრობდა და მოჰყავდა მაგალითები. ამიტომ ჩვენ ზრფასებო ახალი აღთქმის ეკლესია, ჩვენთვის ძველი და ახალი აღთქმის წერილები, ეს არის ღვთივსულიერი წერილი, ეს არის საბოლოო ავტორიტეტი და ჩვენ ხელმძღვანელობთ აქედან. დიახ, ცოცხალებას დიდება. ამიტომ ყველა ბიბლიური ისტორია ზრფასებო ჩვენი გონების განსაახლებლად უნდა გამოვიყენოთ. აი მაგალითად ერთ-ერთ ისტორიაზე მინდა გავამახვილო ყურადღება და როგორ გამოვიყენოთ ჩვენი გონების განახლებისთვის ახალი აღთქმის ეკლესიამ. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ძველი აღთქმის ისტორია არის. ძველ აღთქმაში ზრფასებო არის ისტორია მეფე ხისკიახუზე. და მინდა უბრალოდ რომ ამას შევეხო, მაგრამ რატომ მინდა ეხლა ამას შევეხო მე? განა არ შეიძლება რომ ახალი აღთქმი და ვილაპარაკო და ძველ აღთქმას არ შევეხო? დიახ შეიძლება, ესეც გავაკეთო, მაგრამ იცით ეს ისტორია არის, რომელიც რაღაცას გვასწავლის. და იმ ისტორია ახალი აღთქმის პერსპექტივიდან, რასაც ვილაპარაკებ, იმას ავსებს, უფრო ღრმად გვაჩვენებს ამ ყველაფერს შემოზრფასება. თავარია როგორ შეისწავლი შენ წმინდა წერილს, როგორ დაუკვირდები. მე მახსოვს ყოველთვის მამაჩემის სიტყვები, როცა ბიბლია პირველად ავიღე ახალი აღთქმა ხელში, მამაჩემმა მითხრა, შვილო, ეს წიგნი სხვა წიგნებივით არ წაიკითხო. როგორ უნდა წავიკითხო, ვეკითხებოდი. ვიცი, შენ კითხვა გიყვარს, მაგრამ როცა ამ წიგნს აიღებ, მუხლი მოიდრიკე, უფალს თხოვე, რომ გაგიხსნას რა წერია, იმიტომ რომ ეს სულიწმიდით არის დაწერილი და სულიწმინდა უნდა გაგიხსნას. ესეთ არის, მე როდესაც ბიბლიას ხელს ვკიდებ, ყოველთვის ვეუბნები უფალს, უფალო, ეს შენი სიტყვაა და შენი სიტყვა გამიხსენი. ვცდილობ რომ უფრო ღრმად ჩავსდე მას. რამდენადაც შესაძლებელია ჩვენი ადამიანური გონებით, თუ რაღაც არ გესმის, არ ვამტკიცებ რომ ზუსტად ასე არის. თუ რაღაც არ გესმის და რაღაც არ იცი, ეს სირცხვილი არ არის, არ ცოდნა სირცხვილი არ არის. სირცხვილი ის არის, ყველაფრის ცოდნეთ რომ მოგაქვს თავი და ერთ დღესაც აღმოჩნდები რომ თურმე არაფერი არ იცი. ეს არის სირცხვილი. თორე თუ არ იცი და რაღაცა სიტყვი რო არ ვიცი, ეს სირცხვილი არ არის. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მწყურვალი და მოსწრაფე, ჩაუღრმავდეთ ღრმად. არიან ადამიანები, ყველაფრის მცოდნეები უნდა გამოჩნდნენ. და როცა ვიღაც რაიმეს ეკითხება და არ იცის ამ ადამიანმა, აი იმდენად არ უნდა რომ
ისე გამოჩნდეს ახალგაზრდის თვალში რომ რაღაცა არ იცის, ცდილობს რომ რაც არ იცის იმაზე ილაპარაკოს. და აქედან იბადება უამრავი არასწორი მოზღვრება და არასწორი შეხედულებები. ერიდეთ ასეთ რაღაცას. მე როცა რამეს მეკითხებიან და არ ვიცი, მე მათ ვეუბნები, არ მწვენი ამის იცი რა, არ ვიცი და მოდი ამაზე დავფიქრდები, ან ვილოცებ, ან ჩემზე გამოსტილ ხალხსაც შევეკითხები. 22 წლის ვიყავი, როცა ეკლესიაში წყემსური მსახურება დავიწყე. 21 წლის ვიყავი ახალგაზრდულ მსახურებაში. და რა გასაკვირია, რომ ბევრი რაღაცა არ ამცოდნოდა. და მე ვეკითხებოდი ხოლმე ჩემზე უფროს ეპისკოპოსებს, მსახურებს, გამოსტილ ხალხს და თუ რაღაც არ ვიცოდი, მათგან ვსწავლობდი. ამიტომ ეს სირცხვილი არ არის. სირცხვილი არის, როცა ყველაფრის მცოდნეთ მოგაქვს თავი და ერთ დღესაც აღმოჩნდება, რომ არაფერი არ იცი. სირცხვილი არის, როცა სულიერ ადამიანად მოგაქვს თავი, თითქოს ღმერთის ყველა სიღრმე იცი. სულიწმიდის ყველა ხმა იცი. მაგრამ აღმოჩნდება ერთ დღესაც, რომ შენ რაღაცას შეცდი და სულიწმიდას კი არ უთქვია შენთვის, ეს უბრალოდ შენი ადამიანური ფანტაზია იყო. შენი გულის განწყობა იყო, რომელიც შეგეშალა შენ და აგერია სულიწმიდის ხმაში. ამიტომ ჩვენ ფრთხილები უნდა ვიყოთ, ძვირფასებო. უტყუარი წინასწარმეტყველური სიტყვა ეს ბიბლია არის. ამიტომ უფრო ღრმად შევისწავლოთ ბიბლია. და უფრო მეც გეტყვით, რაც უფრო მეტად ვიცით ბიბლია, სულიწმიდას უფრო მეტი საშუალება ეძლევა ჩვენს გულთან მოაღწიოს. იმიტომ რომ ეს წყარო არის. სულიწმინდა გაგვახსენებს, სულიწმინდა გვასწავლის ჩვენ. ეხლა ადამიანს, რომელსაც ბიბლიის კითხვა ეზარება და სწავლა ეზარება, დადგება დაიწყებს ლოცვას, უფალო გამიხსენი შენ, რაღაც აზრი მოუვა და ამას სულიწმინდის ხმად გაასაღებს, ერთ დროს ამ ყველაფერზე ვიღაცები პასუხს აგებენ უფლისწინაშე. ამიტომ ისეთ შემოძრფასებაა, თუ გინდა რომ სულიწმინდა გელაპარაკებოდეს და სულიწმინდას უფრო მეტი ადგილი გქონდეს, სულიწმინდას გაუხსენი არხი. ეს წმინდა წერილი არის. რომ მას შეეძლოს შენი გულის სიღრმეში შემოღწევა. ნიადაგი შეამზადე, რომ სულიწმინდამ გაგახსენოს, მიგითითოს და გასწავლოს. ამინ. მოდი ნუ გადავაყოლებ, ძვირფასებაა, ჩვენ ადამიანურ ეგოიზმს, ადამიანურ ამპარტავნებას, ადამიანურ ხასიათებს ნუ გადავაყოლებ სულიერებას, ძვირფასებაა. ვიცი ადამიანებში არის ასეთი რაღაცა, რომ დაგაფასონ, ყოვლის მცოდნე გამოჩნდე, ვიღაცების თვალში ჭკვიანი და ბრძენი იყო, ყოველთვის მართალი და სულიერი იყო, ადამიანებს აქვთ ეს თუნებები, მაგრამ მოდი ამას ნუ გადააყოლეთ ნამდვილ სულიერობას. ამიტომ როდესაც ჯდებით ბიბლიის საკითხავად, ან მოდიხართ ეკლესიაში გადაგების უმსასმენად, იყავი როგორც არაფრის მცოდნე, გახსენი შენი გული და უთხარი სულიწმინდას, რომ სულიწმინდამ გააგიხსნა შენ. ამინ. ვერც დიდება და მადლობა. იცით რა ისტორიას მინდა? აი რატომ მინდა ამ ისტორიაზე ვილაპარაკო? იმიტომ რომ ადამიანებს ხშირად გვააკეთილი სურვილები ჩვენ. ანუ სწორი მიზნები, ვიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს, მორწმუნეები ვართ, ეკლესიაში დავდივართ. მაგრამ ჩნდება ხოლმე კითხვა, ძვირფასებაა, როცა ადამიანი რეალურად ემსახურება ღმერთს, ცდილობ კარგი მორწმუნე იყო. იცავს ცნებებს, დადიხარ ეკლესიაში, სწირავ ეკლესიურ მსახურებებში მონაწილეობას ღებულობ. და იცით რა არის, ერთი შეხედვით თითქოს არაფერი არ არის, აი ნორმალური მორწმუნე ხარ შენ, მაგრამ იცით რა არის, ძვირფასებაა, ხშირად ხდება, რომ ასეთ მორწმუნეებსაც აქვთ ხოლმე განსასწრებელი და მორწმუნეებს მერე ებადებათ კითხვები, რომ რატომ ხდება ეს ყველაფერი მაშინ, როცა რეალურად ადამიანმა გადაწყვიტა ღმერთის მსახურება. იცით არის ხოლმე ესეთი მომენტებიც, რომ ადამიანს ველაპარაკებით ჩვენ, რომ მოდი ეკლესიაში და ღმერთი ყველა პრობლემას მოგიგვარებს. ადამიანები მოდიან ეკლესიაში და იცით რა არის, ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში ხდება, რომ პრობლემა არ ჰქონდა, როცა მოვიდა. გადაწყვიტა ღმერთის მსახურება, რომ უნდა ემსახუროს ღმერთს და პრობლემები მოვიდა მის ცხოვრებაში. და იცით რა არის, მსმენია კიდეც. როცა სანამ ეკლესიაში მოვოდი, ყველაფერი დაალაგებული მქონდა. ეკლესიაში რომ მოვოდი, პრობლემები შემხვდა. და იცით რა არის, აღშფოთებული მორწმუნეების მინახია შენ რას ლაპარაკობ ეხლა გოგო ეუბნება ერთი მეორეს რომ ეკლესიაში მოხვედი და პრობლემა ნუ გიგვირთ. სულიერ სამყაროში რაღაცები ხდება. როდესაც შენ რეალურად გადაწყვიტა ღმერთის მსახურებას. თუ ეკლესიაში პასიურ მდგომარეობაში ხარ და გადაწყვიტე მსახურებაში ჩადგომა, ნუ გაიკვირდება თუ პრობლემა შეხვდება გზაზე. ნუ გაიკვირდება, როდესაც რაღაცები ხდება. იმიტომ რომ ყველაფერი ყოველთვის სოდვის ბრალი არ არის. ადამიანს პირველი კითხვა ებადება, ხო არ შემცოდე ან რაღაცა არის ადამიანი ავად ხდება, ფინანსური პრობლემები, ოჯახში პრობლემები.
იცით რა არის რაღაცები ხდება ცხოვრებაში და ეს იმ დროს შეიძლება მოხდეს როდესაც ადამიანმა რეალურად გადაწყვიტა რომ ღმერთს ემსახუროს ნაცნობია ეს სურათი თუ რაღაცა ისეც ვლაპარაკობ რომელიც ცხოვრებაში არ შეგვხვედრია და იცით რა ეკლესიას უნდა გქონდეს პასუხები საიდან მოვიტანოთ რა განვიცადეს ცხოვრებაში ის მოგიყვეთ მე რაც განვიცადე შეიძლება შენ არ გამოგადგეს შენ რაც განვიცადე შეიძლება მე არ გამომადგეს მაგრამ არსებობს უნივერსალური პრინციპები რომელიც უნდა ვიცოდეთ ჩვენ საიდანაც უნდა ვიხემძღვანელოთ შემოძრფასება ამიტომ მინდა გითხრათ რომ სატანა ყოველთვის არასტილოს ზურფასებო პირდაპირ ცოდვაში ჩაგვაგდოს ხო თითქოს არაფერი არ არის მორწმუნე ადამიანი ხარ მაგრამ იცით რა არის რომ სატანა არ ცდილობს ყოველთვის მისი ტაქტიკა ის არ არის პირდაპირ ცოდვაში ჩაგაგდოს შენ და ცოდვისკენ გიბიძგოს მაგრამ არის რაღაცეები ცხოვრებაში რა სიტუაციებიც გიბიძგებს შენ რომ პატარა აქ წახვიდე კომპრომისზე ცოტა იქ წახვიდე კომპრომისზე და საბოლოო ჯამში მან მოიპოვოს გამარჯვება ერთგულება შემოძრფასებო მარტო გრძნობებზე არ არის დამოკიდებული ჩვენი ერთგულება იცდება ღმერთის წინაშე რამდენად ერთგული ხარ რამდენად გადაწყვიტა ღმერთის მსახურება იცდება იცით რა არის გამოსდა იქ ის როგორ სიტუაციაში მოდის ხშირად ის კი არ იცდება არაერთგულება ისედაც გამოსტილი არის არ ჭირდება ერთგულება იცდება რწმენა იცდება ურწმუნოებას გამოსტა რა შეჭირდება ურწმუნოება ისედაც ურწმუნოება არის რწმენა შეჭირდება გამოსტა ერთგულება იცდება ზურფასებო და ამიტომ იცით რა არის რომ ხშირად კითხვები არის ზურფასებო რომ როდის და სად იცდება ჩვენი ერთგულება და მინდა გითხრათ ზურფასებო როგორც უკვე გითხარით რომ ერთგულება იშვიათად იცდება მაშინ როცა ყველაფერი კარგად მიდის როცა ყველაფერი კარგად მიდის თითქოს ყველაფერი კარგად არის ერთგულება იცდება მაშინ როდესაც ცხოვრებაში ზურფასებო ჩვენ გვხვდება სხვადასხვა რაღაცეები არის ზეწოლები დააღლა უსამართლობა გაუგებრობა და აი ასეთ რაღაცეებში ირკვევა შემდეგ რამდენად ერთგულები ვარ ჩვენ ღმერთისა ამენ ამიტომ დღეს მინდა უბრალოდ აი ამ თემაზე უბრალოდ მაგალითი მინდა მოგცეთ რამდენად გამომივა ახლა არ ვიცი ღმერთს ხო სწორად გამომივიდეს რომ გავიგოთ რისი რა მინდა გასავლოთ აი როგორ შეიძლება ბიბლიური ისტორია ავიღოთ აი გონება მინდა განვიახლო ახლა გონების განახლება ახსენა ძმამ ხო როგორ ვიახლებთ გონებას ხო ავიღეთ კითხულობ ჩვენ ბიბლიას ერთი ისტორია მინდა უბრალოდ ბიბლიური გავიხსენო მეფე ხიზკია ხო ერთი შეხედვით ვიღაცამ შეიძლება თქვას რაში მაინტერესებს რომელიღაც ებრაელი მეფის ისტორია რა სარგებელი უნდა მომცეს ამან მე უკეთესია ახლა გადავშლი სახარებას და 4 თავს ავიკითხავ 4 თავის უნდა წაიკითხო გამორჩეული ადგილები ბიბლიაში არ უნდა გქონდეს ჩვენ ბიბლია მთლიანად ღვთისმსულიერი არის ერთხელ გენეალოგიას ვკითხულობდი და ხო იცით ამან ისაშვა ამან ესაშვა და გადავახტებით ხოლმე ყველაფერს ხო დიახ ზურფასებო შეიძლება სადღაცას გამოტოვო კიდეც მაგრამ რა საჭირო იყო გენეალოგიის ჩაწერა ჩემთვის რო ვფიქრობდი ჩემთვის შეიძლება დღეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს მაგრამ ორი რაღაცა ვისწავლე პირველი ღმერთმა ყველა სახელებით იცოდა და ჩვენი სახელებიც იცის უფალმა ამენ და მეორე გენეალოგია ებრაელებისთვის დიდი მნიშვნელობა ეს ისტორიული ფაქტი იყო ეს ფესვი იყო რომელსაც ისე კი არ გეუბნებო ქრისტე სადღაცას დაიბადა თურმე არა მათთვის ეს იყო ზურფასებო გენეალოგია ისტორია ფესვი საიდან სად ღმერთს უნდოდა რომ ეს სოდნოდა მის ერს ამიტომ ზურფასებო ბიბლიაში ზედმეტი არაფერი არ არის თავარია ჩვენ იქიდან რაღაც ვისწავლოთ და მით უმეტეს ეს მეფე ზურფასებო ვინ იყო ხიზკია ხო რამდენმა თქვენთაგანმა წაიგითხეთ ეხლა ხელისაწევა არ ჭირდება ისე არავინ აწიოს ხელი რაღაცა რო შეეშალოს ეგეც არ მინდა უბრალოდ მინდა გითხრათ რომ შეიძლება ბევრმა არც იცის ვინ არის ხიზკია ხო მინდა გითხრათ რომ ვინ იყო ხიზკია ხო ძალიან მოკლედ ჩავმოვაყალიბებ ახლა ეს იყო ღმერთზე მინდობილი მეფე პირველ რიგში დახასიათება მეორე მეფეთა და დღეს ვილაპარაკებ მე აი გაშლილად ეს ადგილი რამდენიმე ადგილზეა ბიბლიაში გაბნეული ესაიას 36 და 37 თავებში არის და მეორე მეფეთა მე-18 თავში. აი ეს ადგილები ზურფასებო, რაზეც უნდა ვილაპარაკო. მეორე მეფეთა
მე-18 თავის მე-5 მე-6 მუხლი ამბობს. უფალს მიეკრა და მის კვალს არ განდგომია. ნახეთ? ხიზკიაჰუ იყო ღმერთზე მინდობილი მეფე. და ბიბლია ამბობს, რომ ისრაელის მეფის როცა ეს იუდას მეფე იყო, მაგრამ ისრაელის მეფის ერთ-ერთი მეფე არის დასახელებული, მესამე წელს გამეფდა იუდეაზე ხიზკიაჰუ, ახაზის ძე. ნახეთ ძვირფასებო, ხიზკიაჰუს გამეფება მან იმეფა 25 წლის იყო, როდესაც ის გამეფდა. და ის 29 წელი მეფობდა იერუსალიმში. ყველაფერში სწორედ იქცეოდა უფლის წინაშე. მან გააუქმა მაღლობები წერია. დაამსხვრია ქანდაკებები. აჩეხა ის ხეები, რომლებსაც თაყვანისმცემდნენ ისრაელი ხალხი. ეს იყო კერთთაყვანისმცემლობის პერიოდი. ეს იყო უფალზე და ისრაელის ღმერთზე მინდობილი ადამიანი და წერია, რომ უფალს მიეკრა და მის კვალს არ განდგომია. ნახეთ რა დახასიათებაა. ყველგან სადაც გავიდოდა უფალი იყო მასთან და გონივრულად იქცეოდა. მოდი გავამახვილოთ ყურადღება, უფალს მიეკრა და მის კვალს არ განდგომია. ამინ. რა იყო ხიზკიაჰუმდე? რატო არის ეს დასახელებული? ისრაელში იყვნენ უწმინდური მეფეები იმ პერიოდში, რომლებიც სოდავდნენ, კერთთაყვანისმცემლობდნენ და ისრაელის გაირყვნა ამ პერიოდში. მოვიდა ღმერთის კაცი ხიზკიაჰუ, რომელიც გამეფდა და მიიღო გადაწყვეტილება ამ ადამიანმა, რომ ემსახურა ღმერთისთვის ძვირფასება. თავის ოჯახში, თავის სამეფოში ყოფილიყო ღმერთის მსახური. რამდენ ჩვენთაგანს გვინდა, რომ ჩვენი ოჯახებით ვიყოთ ღმერთის მსახურები? რამდენ ჩვენთაგანს გვინდა, რომ ჩვენ მივეკროთ უფალს და არ მოვშორდეთ მას? რამდენ ჩვენთაგანს გვინდა, რომ გავყეთ უფლის კვალს და არ გადაუხვიოთ უფლის გზიდან? ჩაიხედე შენს გულში, გინდა ეს გადაწყვეტილება მიიღო შენ ცხოვრებაში? ეს სულიერი რეფორმატორი იყო. როდესაც გამეფდა და აიღო მან ძალაუფლება, მეორე ნეშტთა 29 და 31 და 32 თავები. შეგიძლიათ წაიკითხოთ, ეხლა ამ 4 თავს მე ვერ წავიკითხავ აქ. კიდევ ერთხელ მოინიშნეთ. მეორე ნეშტა 29, 30, 31, 32 თავები. 4 თავი არის. აი ამ 4 თავში არის აღწერილი თუ რა გააკეთა მან. მან პირველ რიგში აღადგინა ტაძარი, გაასუფთავა ყველა უწმინდურებისგან, ტაძარი დაკეტილი იყო, ღვთისმსახურება არ მიდიოდა. აღადგინა თაყვანისცემა, ცოცხალი ღმერთისა, გაანადგურა კერპები, რაც იყო ისრაელში, აღადგინა პასექის დღესასწაული. პასექის დღესასწაული. ჩვენთვის ზიარება, რომელსაც ვიხსენებთ, იესომ რა გააკეთა ჩვენთვის, მაგრამ ებრაელებისთვის ეს იყო ღმერთის მიერ მიცემული მცნება, რომ ყოველ წელს უნდა გაეკეთებინათ პასექის დღესასწაული. მაგრამ იმ პერიოდში აღარ იყო. ეს ნიშნავდა, რომ ებრაელმა ხალხმა დაივიწყა თავისი ისტორია, დაივიწყა ღმერთის დიდებული საქმეები, რითიც ღმერთმა გამოიყვანა ეგვიპტიდან ის ხალხი, რასასწაულებითაც პასექის დღესასწაული აღარ ტარდებოდა. ხიზკიაჰუმ აღადგინა პასექის დღესასწაული და ხალხმა დაიწყო ერთგულად უკვე შეწირვა თავისი მიათედებისას და შესაწირებისაც. დღეს ეს საკითხი ცოტა ვიღაცებს სხვანაირად შეიძლება ესმით, მაგრამ წაიკითხეთ ბიბლია და სადაც ღმერთის თაყვანისცემა მიდიოდა, სადაც სხორპლები მოქონდათ, ყოველთვის არის იქ მატერიალურ სხორპლებზეც ხაზის გასმა, იმიტომ რომ ამითაც იცდებოდა ადამიანთა გულები. ჩემოძვირფასებო დადება. აი ამ თავებში თქვენ წაიკითხავთ ძვირფასებო, გააღო უფლის კარები, ტაძრის კარები, აღადგინა ღვთისმსახურება და ხალხმა დაიწყო თაყვანისცემა. და როდესაც მან ამის კეთება დაიწყო, რაღაცები ხდებოდა სულიერ სამყაროშიც. ამიტომ უნდა ვიცოდეთ ჩვენ, სხვა სიტყვებით რომ თქვა ჩვენ, როდესაც ადამიანები ჩვენ ღებულობთ გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ უნდა ვემსახუროთ ღმერთს, განიახლე გონება. ნუ გონია რომ ყველაფერი ავარდებით მოფენილი გექნება. იმიტომ რომ არსებობს მოძღვრება, უფალში ვინც არის დღეს პრობლემა არ შეხვდება არაფერი.
მაგრამ ყველა ღმერთის კაცი ამბობდა, ნებისმიერი მაჩვენებელი ზეცისკენ, რომელიც უარყოფს ტანჯვებს, არ არის ღმერთისგან. იმიტომ რომ მოციქული პავლეც ამბობდა, ჩვენ დიდი განსასწრებით გვმართებს ღმერთის სამეფოში შესვლა. ამიტომ თუ არასწორი აზრით არის დაბინძურებული შენი გონება, განიახლე ახლა და მიხვდი იმას, რომ როდესაც ადამიანი გადაწყვეტს ღმერთის სახურებას, რაღაცები ხდება სულიერ სამყაროში ზრდასება. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ჩვენ ღმერთს გვინდა დაუახლოვდეთ, რაღაცები ხდება სულიერ სამყაროში და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის, რომ თუ სულიერი სამყაროდან მოვიდა წინააღმდეგობა ფიზიკურ სამყაროში, ჩვენ ამ ყველაფერს გავუძლოთ. თუ ამისთვის მზად არ ხარ, გაუგებრობაში ჩავარდები შენ. რა მოხდა ამ დროს? რა ხდება ამ დროს? და წერია მეორე ნეშტა 32 თავის პირველ მუხში, ამ კეთილ საქმეთა შემდეგ სანხერიბი მოვიდა, აშურის მეფე. იუდეაში შემოიჭრა გამაგრებულ ქალაქებთან დაბანაკდა და მათ აღებას ფიქრობდა. ტერი შემოიჭრა. და როგორ წერია? აქ ტყუილად დაწერია, ამ კეთილ საქმეთა შემდეგ. დები ძვირფასებო, რას გვასწავლის ეს ისტორია? არის თუ არა სულიერი ჭეშმარიტებები ჩადებული? არის თუ არა სულიერი პრინციპები ჩადებული აქ? თუ უბრალოდ ხისკიახუ იყო ვიღაცა? არა, ამ კეთილ საქმეთა შემდეგ, რომელსაც ხისკიახუ აკეთებდა თავისი ღმერთის წინაშე, რეფორმატორი მეფე, რომელმაც ისრაელის შეცვალა და აღადგინა ღმერთის სახურება და ცოცხალი ღმერთის თაყვანისცემა მიდიოდა, აი ამ დროს სულიერ სამყაროში წინააღმდეგობა მოდიოდა. და შემოიჭრა იუდეაში ძვირფასებო სანხერიბი, აშურის მეფე. ეს არ ნიშნავს იმას, როცა ადამიანზე განსასწრელი მოდის, რამდენჯერ ვსმენია, რომ რა შესწოდე? რელიგიურ ადამიანები ხო ჭკუას ასწავლიან ერთმანეთს, აბა რა შესწოდე? იქნება შენი ცოდვის შედეგი არის და ასე შემდეგ. რა შესწოდა ხისკიახუ? ხისკიახუმ ეს ხისკიახუ სოდვა არ იყო. არაფერი შეწოდება არ ქონია აი ამ მომენტში ხისკიახუს, მაგრამ უბრალოდ ერთი რამე უნდა დავინახოთ. მის კეთილ საქმეებზე სიბნელის ძალებმა მოახდინეს რეაგირება. ეს მუხლის საოცარ პრინციპს გვაჩვენებს ჩვენ ზრფასება. ერთგულების გამოსვლა მოდის არა ჩვენ სისუსტეებში, მაგრამ ზუსტად ზრფასება მოდის ჩვენი ერთგულების გამოცდა. არა სისუსტეებში, მაგრამ როცა ერთგულად ვემსახურებით ღმერთს, აი აქ იცდება ჩვენი ერთგულება. რამდენად ერთგულია ადამიანი ღმერთის. ხისკიახუს ცხოვრება ჩვენ გვასწავლის, რომ ჩვენი ერთგულება ღმერთისადმი არ გვაზღავს ჩვენ სულიერი ბრძოლებისგან, რომ სულიერი ბრძოლები აღარ მოვა ჩვენს ცხოვრებაში. ხისკიახუს ცხოვრება ჩვენ გვასწავლის, რომ არა იმას, რომ ბრძოლები არ გვექნება, მაგრამ გვასწავლის რას, რომ ღმერთი ჩვენ ძალას გვაძლევს მათ გასავლელად. ვინ არის სანხერიბი ზრფასებო? ვინ იყო ეს ადამიანი? თვითონ სანხერიბი ნიშნავდა თარგმანში ცოდვის ადამიანი. ჩვენ შეგვიძლია დღეს ზრფასებო, უბრალოდ ჩვენი მტერი სულიერ სამყაროში ეშმაკი არის. ეს განასახიერებს, პროტოტიპი არის ეშმაკისა, რომელიც უტევს ადამიანებს, რომლებიც ღმერთს ემსახურებიან. და ეს აღდგა ზუსტად ხისკიახუს წინააღმდეგ. მერე მიწერა ხისკიახუს წერილი, რომელშიც 4 რამე არის გამოკვეთილი და იმას ავიკითხავმე, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რაზეც გაამახვილა 4 რაღაცაზე გაამახვილა სანხერიბმა ყურადღება, რითიც უნდა ხისკიახუს გატეხვა. და აქ მინდა ზრფასებო, ცოტაუდენი შევჩერდე, სანამ იმ 4 საკითხზე გადავართ და მინდა გითხრათ, რომ სანხერიბის მუქარა ეს არ იყო უბრალოდ როგორც სამხედრო თავდასხმა მარტო. არამედ როგორც ჩვენს რწმენაზეც ახდენს დღეს ეშმაკი და იმ პერიოდშიც ვხედავთ და რომ პირველ რიგში აშურის მეფე როცა შეიჭრა ალყა შემოარტყა ქალაქებს, პირველ რიგში ცდილობდა ფსიქოლოგიურ გატეხვას. და საინტერესო მომენტი არის ერთი, მინდა აი უბრალოდ გაგიზიაროთ, როცა ვკითხულობთ აი ამ ადგილებს, წერია რომ
როცა სანხერიბი მოვიდა და შემოიჭრა იუდაში, რა რეაქცია ჰქონდა ხიზკიაჰოს? მეორე ნეშტა, კიდევ სხვა ადგილზე სხვა რაღაც წერია, იმას ავიკითხავთ, მაგრამ მეორე ნეშტაში წერია, რომ ხიზკიაჰომ რო დაინახა სანხერიბი მოვიდაო, რა გააკეთა? მან იერუსალიმის მთავრების შეკრებას უყოლა, გადაწყვიტეს, ითათბირეს, მათ ააშენეს კედლები, გაამაგრეს ქალაქი, ხნეობა მოიკრიბა მთელმა ხალხმა, ხიზკიაჰომ გაამხნევა და უთხრა, რომ ჩვენთან რომ არის ის მასზე ძლიერი არისო. ამენ. ანუ აშურის მეფე ძლიერი იყო, მაგრამ ხიზკიაჰომ თავის ხალხს უთხრა, რომ ჩვენთან რომ არის ის მასზე ძლიერი არის. ამენ. თუ გავსოთ მე ორი კვირის წინ ვიქადაგე ჩვენი კლდე და მათი კლდე. დიახ, ჩვენი კლდე უფრო ძლიერია ვიდრე მათი კლდე. ჩვენი საყრდენი უფრო ძლიერია ვიდრე მათი. ჩვენი ძლიერება ღმერთია, ძვირფასება. დიახ, შეშმაკ შეიძლება შესწევს ძალა. ბნელეთის ძალებს შეიძლება შესწევს ძალა, მაგრამ ჩვენი ღმერთი ცოცხალი ღმერთია. ერთხელ ამბობდა ერთი რომ ეშმაკს არ აზინავსო და ზვაგიამ კომენტარი გაუკეთა შემდეგ რომ ეგრას ნიშნავს რომ ჩვენ ღმერთს ზინავსო? ეშმაკს თუ არ ზინავს, მით უმეტეს ჩვენი ღმერთი პირდაპირ წერია ფხიზლობს ვფასება. ჩვენი ღმერთი ცოცხალი ღმერთია. ის აკონტროლებს ყველაფერს, ამ მდგომარეობაში არ უნდა იყოს შენ. მაგრამ როდესაც მოადგა ვფასება, აი აქ შემდეგში რა არის ვფასება, გამაგრდნენ, ხნეობა მოიკრიფეს. და როდესაც მოვიდნენ ვფასება, ხიზკიამ უთხრა, განმტკიცის და გამხნევდით, ნუ შეშინდებით და ნუ შეუკრთებით აშურის მეფეს და მთელ მის ურდოს, რადგან ის უფრო დიდია ვინ ჩვენთანაა, ვიდრე ის ვის მათთანაა. ჰალელუია, ცოცხალ ღმერთს დიდება და მადლობა. ამის შემდეგ გაგზავნა სანხერიბმა აშურის მეფემ თავისი ელჩები იერუსალიმს, თვითონ კი მთელი თავისი ძალებით ლაქიშში მოაქცია ალყაში. წარგზავნა ხიზკიაჰოსთან, ეხლა მოდი ეს ადგილიც წაიკითხეთ თქვენ თვითონ, მე უბრალოდ მონახას გეტყვით რომ და რაზე იყო ლაპარაკი? შეუთვალა, ასე ამბობს სანხერიბი აშურის მეფე, რისი იმედი გაქვს მაგ ალყა შემორტყული იერუსალიმში? არ გაცნულოთო ხიზკიაჰომო ხალხს ეუნება. იმიტომ რომ როცა გეუნებათო უფალი ღმერთი ჩვენი გვიხსნისო, არ გაცნულოთო. ნახეთ რას ამბობს? განა თვითონვე არ დაანგრიაო? ნახე როგორ უმახინჯებს აქ. თვითონ არ დაანგრიაო ის სამსხვროპლოებიო? და ერთ ქალაქში მოაქცია ფაქტიურად როგორც ღმერთმა თქვა, იერუსალიმში უნდა ეცათ თაყვანი იმ პერიოდში. მაგრამ ხალხმა მაღლობებზე ააშენა სამლოცველოები. და ეს ყველაფერი დაანგრია, იმიტომ რომ არ იყო ღვთისნება და ზუსტად ეშმაკ იმაზე ამახვილებს ყურადღებას. ნახეთ, განა თვითონ არ დაანგრიაო ეს სამსხვროპლოებიო? ამიტომ როცა ის გეუნებათ რომ ღმერთი გვიხსნისო, არ დაუჯეროთ ხიზკიაჰოსო, ხალხს ამას ეულებოდნენ. ნახეთ, განა არიცით რა დაუმართე მე და ჩემ მამამებმა სხვა მიწის ხალხებსო? და იცით აი აღარ წავიკითხავ აქ ბევრს, უბრალოდ მინდა გითხრათ რომ კიდევ ბევრი ლაპარაკეს მისმა ელჩებმა უფალი ღმერთისა და მისი მსახურის ხიზკიაჰოს წინააღმდეგ. კიდევ ბევრი ლაპარაკეს. და როცა ვკითხულობდი, იცით რა სურათი წარმოგიდგა? აი კაცი რო ბაქიბუქობს. აშურის მეფე ხარ, ჯარი ყავდა მას. თუ გამკეთებელი ხარ, ჩემთვის ვიფიქრე. მიდი გააკეთე მაშინ. რატო არ შედიხარ? მაგრამ იცით რა არის შემოზრფასება? თავისი ძალით გამკეთებელი შეიძლება იყო, მაგრამ ვერ ბედავდა. რაღაც ხდებოდა სულიერ სამყაროში. ეს ბრძოლა სულიერი ბრძოლა არის. ჩემთვის ფიქრი, რას ბაქიბუქობ ამდენს, რო წაიკითხოთ, რამდენი ბაქიბუქა, ასე და ასე, კიდევ ბევრი ლაპარაკაო და მერე წერილიც მიწერა. თუ გამკეთებელი ხარ, გააკეთე. მაგრამ ეს იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ ადამიანები გაეტეხა სულიერად. იმიტომ რომ სანამ ისრაელი და მეფე ხიზკიაჰო მტკიცედ იდგა უფლის წინაშე სულიერ სამყაროში, ჩაკეტილი იყო გზა ეშმაკისთვის. ხვდებით? აქ უბრალოდ არ ხდებოდა ყველაფერი, როცა ჩვენ მტკიცედ ვდგევართ, მინდა გითხრათ ასეთი სურათი დავხატოთ, მოდი წარმოვიდგინოთ რომ აი ძაღლები რო არიან, კბილები დაკრეჭილები და გიყებავენ და თან რაღაცა რო აკავებთ, არაფერი შეუძლიათ. ამ დღეებში მეუნებოდა
ციურის უყიდე ის ძაღლებია ჩვენთან სოფელში რომ დააფრთხოს ხოლმე და ღამე გავედი ნაგავი გადამეყარა აბა ერთი გამიტესტეო მუშაობსო გავიარე ძაღლები რომ გამექან ჩაურთეს და კი იყებებოდნენ მაგრამ ახლა ვეღარ მოდიოდნენ გაიქცნენ იქიდან კი მუშაობს რა კი ნუ გეშინია შემკავებელი ძალა იყო დიახ სულიერ სამყაროში შემკავებელი ძალა როცა ჩვენ რწმენით ვდგევართ სულიერ სამყაროში შემკავებელი ძალა როდესაც ჩვენ ღმერთს ვემსახურებით თუ არა და რას ვაგიბუქო მიდი მაშინ აიღე ისრაელი მაგრამ სანამ ღმერთი იყო ისრაელთან სანამ ხიზკია ხუსა და ისრაელის იმედი ღმერთზე იყო სულიერ სამყაროში ეშმა გზა ჰქონდა ჩაკეტილი და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს ადამიანთა გონებაზე ახდენდა ზეწოლას და შემდეგ წავიკითხავ რა ზეწოლებსაც ახდენდა ეშმაკი ცდილობს ჩვენს გონებაზე მოახდინოს ზეწოლა ეშმაკი ცდილობს ზურფასებო აი აქ ჩვენ გონებაში გაგვტეხოს ჩვენ მე ხშირად ვამბობ ხოლმე აი აქ გონებაში ჩვენ არ უნდა დაუბერდეთ გონებაში ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მოაზროვნე ადამიანები ბევრი რაღაც აქ ჩვენ შიგნით წყდება რამდენად ჩვენი გონება სწორად ფიქრობს რამდენად ჩვენი გონება სწორად აზროვნებს რამდენად ჩვენი გონება ეთანხმება ბიბლიურ ჭეშმარიტებებს განიახლე გონება ღმერთის სიტყვით განიახლე გონება როცა შენ გჯერა როცა შენ ღმერთს ემსახურები და უბრალოდ ელემენტარული ამ ქადაგებიდან თუ მარტო ეს დაიმახსოვრე რომ თუ სულიერ სამყაროში დგეხარ შენ ეშმაკი ესე უბრალოდ ვერ გეკარება და ის რაც ხდება ხილულ სამყაროში ღმერთი აკონტროლებს მარტო ეს დაგეხმარება ბევრ რაღაცაში მაგრამ ხედავთ აქ ზურფასებო ცდილობს ფსიქოლოგიურად გატეხოს ზურფასებო ისრაელი მაგრამ ჩვენ ისეთ რა არის ერთი რამე უნდა ვიცოდეთ ჩვენ უფალზე მინდობილი ადამიანი როგორც ფსალმუნი ამბობს 111 ფსალმუნის მე-7 მუხლი ცუდი ამბის არ შეეშინდება ტკიცია მისი გული უფალზეა მინდობილი ჰალელუია ხიზკიახუს ისტორიაში დიახ ცუდი ამბავი მოვიდა ამ კეთილთა საქმეთა შემდეგ ცუდი ამბავი მოვიდა მის ცხოვრებაში ტერი შემოიჭრა შეიძლება ცუდი ამბავი მოვიდა შენ ცხოვრებაში ან სამსახური დაკარგე ან რაღაცა პრობლემა მოგივიდა ვიღაცავად გაგიხდა დიახ ცუდი ამბავია მაგრამ ნუ შეშინდები მტკიცე იყო შენი გული ჰალელუია უფალზე იყავი მინდობილი წმენა არ ნიშნავს იმას რომ ცუდი ამბავი არ მოვა მაგრამ წმენა ნიშნავს რომ ცუდი ამბავი ვერ გახდება ჩვენი გულის ბატონი ცუდი ამბავი ვერ ბატონებს ჩვენს ცხოვრებაზე ჰალელუია სამხერების მთავარი მიზანი იერუსალიმის კედლების გატეხვა კი არ იყო მაგრამ ადამიანების შინაგანი სიმტკიცის გატეხვა იყო საჭირო იმიტომ რომ სულიერ სამყაროში ისრაელი დაცული იყო ჩვენ ხშირად შეიძლება კარგი გადაწყვეტილებები გვაქვს მაგრამ ეშმაკი ეწინააღმდეგება ამ ყველაფერს შეიძლება ცუდი ამბებიც მოვიდეს მაგრამ გული მშვიდობაში დარჩეს და წერია ესაიას 37 თავში იქ ჩვენ წავიკითხეთ რომ მე წერილის მისწერა რა ეწერა იმ წერილში ესაია წინასწარმეტყველის სიგში წერია 37 თავის 14-16 მუხლი მიიღო ხიზკიახუმ წერილი მაცნეებისგან წაიკითხა ავიდა უფლის ტაძარში და უფლის წინაშე გაშალა წერილი მოდი უფლის წინაშე ყოველთვის ეკემა ცუდი დიაგნოზი დაგისვა მე არ ვაღიარებ არის ხოლმე ესეთი გაგებები აღიარებ თუ არ აღიარებ ეკემის დასკვნა ხელში გიჯერია ხო ეს ქრისტიანული იუმორი არის რომ სამი რელიგიის კონფესიის წარმომადგენელიო მოხდნენო ჯოჯოხეთშიო ერთი ამბობსო კაცო მთელი ცხოვრება ბიბლიას კითხულობდი და ვსწავლობდი და აქ რატო მოხდიო მეორე ამბობსო მთელი ცხოვრება ენებით ვლოცულობდიო კაცო და აქ რა მინდა ეხლა მესამე დადის აქეთ იქითო ესე და შენ რატო არაფერს არ ამბობდა მე არ ვაღიარებ რომ ჯოჯოხეთში ვარ აღიარებ თუ არ აღიარებ ფაქტი სახეზია ხიზკიახუს ეს წერილი არ დაუმალი არ ვაღიარებ სამხერების წერილს მეგონი მიხვდით ის აწეხება მაგრამ რა ქნა ზურფასებო მან აღიარა პრობლემა ოღონდ რა გააკეთა უფლის წინაშე გაშალა გაშალე შენი დიაგნოზი უფლის წინაშე
შენი პრობლემა მოიტანე უფლის წინაშე. აღიარე, უთხარი უფალ ზურფასებო. ეშმაკის ტყუილია ზურფასებო აქ. რამოდენიმე რაღაც რაც უნდა იცოდი ამ დროს, მაგრამ ხისკია უფალს ევედრებოდა და ამბობდა ცაბაოთ უფალო ღმერთო ისრაელისა, ამაღლებულო ქერუბებზე, შენ მხოლოდ შენ ხარ ღმერთი დედამიწის ყველა სამეფოსი, შენ შექმნიცა და ქვეყანა. მოაპყარ ყური უფალო და მოისმინე, გაახილე თვალი უფალო და დაინახე სანხერების სიტყვა, ცოცხალი ღმერთის სალანძღავად რომ გამოგზავნა. მან ილოცა ღმერთის წინაშე. მინდა გითხრათ ზურფასებო, რომ როცა ვსწავლობთ აი ამ წერილს, ჩვენ ხედავთ, რომ ეშმაკს 4 დიდი ტყუილი ჰქონდა მათთვის გამზადებული და ჩვენს ეშმაკი ქრისტიანებს დღეს თუ წერილი არ ვიცით, გვებძვის აი ამ ტყუილებით. 36 თავის მეათე მუხში წერია. განაუფლის ნების გარეშე მოვადექი ამ ქვეყანას გასანადგურებლად. უფალმა მითხრა, გამოდი მაგ ქვეყნის წინააღმდეგ და გაანადგურეო. პირველი ტყუილი, რასაც ეშმაკის თავაზობდა ისრაელს და რასაც თავაზობს დღეს, რა არის იცით? ისრაელს უნდა მე ღმერთის ნებით მოვედი. ხო არა გონიათო რომ ჩემით მოვედი მეო. ღმერთმა გამომგზავნაო თქვენს დასანგრევად და გასანადგურებლად. ანუ რა არის? ეშმაკის ტყუილი არის დღეს, შენი ცოდვების გამო ისჯები. რამდენჯერ გიფიქრე, როცა ავად გახდია, რაღაცა პრობლემა იყო, რომ შენი ცოდვების გამო, ან ვიღაცა მოვიდა შენი ცოდვების გამო მოვიდა. მინახია, ადამიანს შვილი გარდაეცვალა და იმის მაგივრად რომ ნუ გეშიეცათ ბორწმუნეებს, შენი ისჯები ცოდვამ, აბა კარგად გადახედი, იქნება შესწოდე. თუ მან შესწოდა, თუ ეს ღმერთისგან იყო, ღმერთმა თვითონ მოაგვდინოს რაღა მისი შვილი, ხო? მაგრამ ეს ეშმაკის ტყუილი იყო, არის ზურფასება. შენი ცოდვის გამო ისჯები. სიმართლე რაში არის იცით ჩემო ზურფასებო, როცა ამაზე ვლაპარაკობ ჩვენ? ქრისტეს სისხლი, გოლგოთის ჯვარი. დღეს საკვარისია ჩვენ ცხოვრებაში, ამინ. ღმერთს დიდება და მადლობა. აშურის მეფის მთავარი არგუმენტი იყო განაცხადი, რომ აი ამ მიწის დასაპყრობად მე მოვედი ღმერთის ნებით. ღმერთის ნებით მოვიდა ისრაელზე განსასწრელი. და პრინციპში ზურფასებოა, ისრაელი მანამდე ემსახურებოდა კერპებს და შეიძლება ეფიქრა ჩვენი ცოდვების გამო ვისჯებით, მაგრამ იმ დროს ისრაელი კერპებს არ ემსახურებოდა. იმ დროს ისრაელი გამოღვიძებაში იყო. ჩემო ზურფასებო, აქ იცით რა არის? იმის მტკიცება კი არ დაუწყია სანხერებს, რომ მე თქვენზე ძლიერი ვარ, პირველი რაც უთხრა მათ, ღმერთი ჩემ მხარეზე არის. ღმერთის ნება არის. როდესაც ადამიანის ცხოვრებაში მოდის სირთულეები დღესაც, მაშინ ზურფასებო მინდა გითხრათ და როცა გრძელდება, ბუნებრივია კითხვა იბადება, რატომ ხდება ეს? ყოველ შეთაგას გვებადება ეს კითხვა. ზოგი ფიქრობს შეიძლება შემიძლია ცოდვების ბრალი არის. ხო იცით გამონათქვამთ, ცოდვები მოუწიაო. ზოგი ფიქრობს ზურფასებო, იქნება ჩემი ოჯახის ან წინაპრების ცოდვის შედეგი არის ეს ჩემ ცხოვრებაში. არის ასეთი მოძღვრებაც, რომ წინაპრების ცოდვები დღეს მოქმედებს ადამიანებზე. იქნება ღმერთმა არ მაპატია ბოლომდე და 30 წლის მორწმუნე იწყებს ხოლმე აღიარებას თავისი ურწმუნოების დროინდელი ცოდვების. არის ასეთი მომენტი ზურფასებო. იქნება ღმერთი განდრისხებულია ჩემზე და ეს ყველაფერი ვიტომ ხდება. მაგრამ ჩემო ზურფასებო არ დავივიწყოთ ერთი მნიშვნელოვანი რამე. ყოველი თავდასხმა სატანისა. ანუ ჩვენ ცხოვრებაში რაც მოდის ყოველთვის ყველაფერი სატანის თავდასხმა კი არ არის, ან სასჯელი კი არ არის. მაგრამ შეიძლება რაღაცა განსასწრებელი ჩვენ ცხოვრებაში ისედაც მოდის. მოდი მაგალითები ავიღოთ ჩვენ. ზოგიერთ ზურფასებო, თუ ადამიანი ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა, ხანდახან ისეთ არის, ადამიანი დაუფიქრებლად ხარჯავს ფულს, დაუფიქრებლად იღებს ვალებს, დაუფიქრებლად თავისი ოჯახის ქონებას დებს ბანკში და შემდეგ ზურფასებო კრიზისში არის. რა არის? სატანის თავდასხმაა თუ სასჯელია? არა, შენი დაუფიქრებლობა არის. რომელმაც ჩაგაგდო ამ პრობლემაში შენ. ზოგიერთ ზურფასებო, შეიძლება იყოს სხვა ადამიანების მოქმედების შედეგი. როგორც იოსების ცხოვრებაში იყო.
ძმებმა გაყიდეს. იოსები ცოდვილი იყო ამ დროს? ცოდვაში იყო იოსები, მაგრამ სხვა ადამიანების, მისი ძმების ძვირფასებო მოქმედების შედეგად იოსები აღმოჩნდა პრობლემაში, მაგრამ ბოლო ვიცით როგორ დიდებით დაგვირგვინდა. ზოგიერთ ძვირფასებო უბრალოდ ჩვენი პრობლემები შეიძლება როგორც იესომ თქვა, ჭირი გექნება თუ ქვეყნიერებაზეო. აი ამ დაცემული ქვეყნიერების ცხოვრების შედეგი შეიძლება იყოს, შემოტევა იყოს. შეიძლება ზოგჯერ ნამდვილი შემოტევა იყოს ეშმაკისგანაც ძვირფასებო. იმიტომ რომ მოციქული პავლე ამბობდა რომ ეფესოში კარები ღია იყო მისთვის, მაგრამ მოწინააღმდეგეებიც ბევრი არიანო. იგივე შეცდომა არ მოუვიდათ იობის მეგობრებს, იობს ასამართლებდნენ იმისთვის, რომ იობი ცოდვაში იყო, მაგრამ ჩვენ ყველა როგორც კი ვკითხულობთ ბიბლიას, უკვე ვიცით, რომ მისი ტანჯვა ცოდვის შედეგი არ იყო. იგივე მოწაფეებიც ეუბნებიან ავადმყოფი რომ მოუყანეს, მან შესწოდა თუ მისმა მშობლებმაო, მაგრამ იესომ რა თქვა, არც მას შეუწოდია, არც მის შვილებს, არც მას და არც მის მშობლებს, მაგრამ ღმერთის დიდება უნდა აღმოჩნდეს. ამინ. ამიტომ იცით ძვირფასებო, ასეთი ლოგიკა რომ თუ კი იტანჯები და რაღაცა მოდის შენ ცხოვრებაში, მაინც და მაინც შენი ცოდვების ბრალი არის. მინდა გითხრა, ასეთ დროს მოდი პირველი კითხვა, ნუ დაიბადება, რატომ არის ღმერთი ჩემ წინააღმდეგ? ღმერთი არ არის ჩვენ წინააღმდეგ. მინდა გითხრა ძვირფასებო, თუ ცოდვა არის უბრალოდ რა არის, იცი? ყველა ადამიანს გვებადება, რა თქმა უნდა, ფიქრები, მაგრამ ძალიან მარტივი გადასაწყვეტი არის. თუ რამეს გრძნობ, ცოდვა მოინანიე. პრობლემაა? აღიარე და მოინანიე. თუ შეცდომა რაღაცა შენ ცხოვრებაში და დაუშვი შენი დაუფიქრებლობით, გამოასწორე ის შეცდომა. თუ განსასწრელი არის, რომელიც შეხვდა მოთმინებით გაიარე. თუ სულიერი ბრძოლა, რწმენით დადექი. ეს ყველაფერი ხდება, მაგრამ ნუ დაგაჯერებს ეშმაკი, რომ მისი ნებით, ღმერთის ნებით მოვიდეს ყველაფერი შენ ცხოვრებაში, რომ ღმერთი ეხლა შენი მოწინააღმდეგე, ნუ დაგაჯერებს ეშმაკი. თუ შენ დაუშვი შეცდომა, მიხვდი, გამოასწორი, აღიარე, ღმერთი შენ მხარეზე არის. ეს ეშმაკის ტყვილი არის. ჰალელუია. ღმერთი თუ არის წინააღმდეგ ადამიანისა, ადამიანი არის განდგომილი ადამიანი მაშინ. მაგრამ მე ერთი რამე მინდა გითხრათ ძვირფასებო, იესო ქრისტეში ჩვენ აღარ წინაპრების მე არ მჯერა ამ ზღაპრების. ჩემ წინაპრებს რომ ქონოდა წყევლაც, მე როცა იესო ქრისტე ვირწმუნე და მივიღე ჩემ საკუთარ უფლად, ვაღიარე იესო, მოვინანიე, ყველაფერი გოლგოთის ჯვარზე იესო ქრისტეს ფეხებთან დარჩა. იმიტომ რომ იესო მაიტანა ყოველი წყევლა, წყეულია ყოველი ხეზე ჩამოკიდებული წერია. იესო ჯვარცმული ეს იყო წყევლა, აიღო საკუთარ თავზე ყოველი ჩვენთაგანის ცხოვრებისა. ამიტომ ახალი აღთქმის პერსპექტივიდან შემოძრფასებო, ეს ეშმაკის ტყვილი არც ხისკია ხომ არ მიიღო და ჩვენ არ უნდა მივიღოთ. ღმერთი ჩვენ მხარეზე არის. ამინ. თუ კიდევაც რაიმე შეცდომა მოგივიდა, მოინანიე, აღიარე და ის გეპატიება, ღმერთს დიდება და მადლობა. ამინ. მეორე ძვირფასებო, რაც მინდა გითხრათ, რომ ხშირად ეშმაკი გვაჩვენებს ხოლმე სხვისი დაცემის მაგალითებს. ადამიანებს გვჩვევია, რომ ჩვენი საკუთარი მდგომარეობა შევადაროთ სხვების მდგომარეობას. იმიტომ რომ აშურის მეფეც გამუდმებით ახსენებდა მათ, სხვა ხალხებიო, ღმერთმა იხსნაო თავიანთმა ღმერთმა მათ ჩემი ხელიდან, ნუ არაო, ნუ დაეყრდნობი მათო და აჩვენებს მას, შეხედე ისინი ვერ გადარჩებიან და შენ რატო გადარჩები. ვიღაცავად იყო, ლოცულობდნენ და არ განიკურნა და მოკვდა. ადამიანი ფიქრობს, თუ ის მოკვდა, მე შეიძლება მოკვდე. თუ იმას ეს დიაგნოზი ქონდა და მეც ეს დიაგნოზი მაქვს, მეც მოკვდები. თუ ოჯახში პრობლემები აქვს, ადამიანს ხშირად ვიღაცას რო ოჯახი დაენგრა, იმ პრობლემას უყურებს, რომ აი ისინი ხო ცდილობდნენ და მორწმუნეები იყვნენ, მაგრამ ოჯახი მაინც დაენგრათ. შეიძლება ძვირფასებო, ადამიანმა ძვირფასებო, სხვა ადამიანებს შეადაროს საკუთარი თავი, ის რომ წყემსი იყო და ასეთი მსახური იყო და მერე დაეცა,
მეც შეიძლება დავეცე. თუ იმან ვერ გაუძლო, შეიძლება მეც ვერ გაუძლო. შემოძვირფასებო, ერთი რამე მინდა გითხრათ, რომელიც უნდა დავიმახსოვროთ. შეცდომა აქ ის არის, რომ საკუთარ მომავალს, როცა ჩვენ სხვა ადამიანების მარცხით უწყვეტავთ. ნუ გადაწყვეტ შენ ცხოვრებას, სხვა ადამიანების მარცხიდან გამომდინარე. აქ უფრო გონიურული იქნება. ჩვენ ძვირფასებო, თუ კი ჩვენ უბრალოდ დავფიქრდებით და წინასწარმეტყველებად არ ვაქცევთ ჩვენ ცხოვრებაში სხვა ადამიანის ცხოვრებას. შეიძლება რაღაცა ისწავლო. მაგრამ უნდა გითხრათ ძვირფასებო, პარადოქსი იცით რა არის წმინდა წერილში? სადაც ძლიერები ეცებოდნენ, იქ სუსტები იდგნენ. შეიძლება თქვა, როგორ? მოციქული პავლე ამბობს, როცა მე სუსტი ვარ, მაშინ ვარ ძლიერი. იმიტომ რომ ღმერთის ძლიერება სრულდება ჩემში. ძლიერი ადამიანების შეცდომა ხანდახან ის არის, რომ თავიანთ დამოკიდებულებას ღმერთზე წყვეტენ, მე ძლიერი ვარ, მე მაგარი ვარ, განსასწრებს გაუძელი, დიახ ეს საშიშროება ძლიერ ადამიანებს, ლიდერებს აქვს ცხოვრებაში. მაგრამ სადაც ძლიერები ეცემიან, იქ სუსტები დგანან. იმიტომ რომ ის სუსტი ადამიანები ღმერთზე არიან დაიმედოვნებული. საკუთარ თავზე არ არიან დაიმედოვნებულები. ამიტომ შემოძვირფასებო, მინდა გითხრათ, რომ სხვისი დაცემა ჩვენთვის შეიძლება ეს გაფრთხილება იყოს, მაგრამ ეს არ არის წინასწარმეტყველება ჩვენი მომავლის შესახებ. ამენ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სხვისი დაცემა გაფრთხილებაა, მაგრამ ეს არ არის წინასწარმეტყველება ჩვენი მომავლის შესახებ. ცოცხალ ღმერთს დიდება. მესამე ძვირფასებო. ამიტომ სალამ მესამეზე გადავალ. იოელ წინასწარმეტყველის 3:10 ამბობს და ეთქვა სუსტმა ძლიერი ვარ. ამენ. სუსტი ადამიანი, რომელიც უფალს ენდობა, ყველაზე ძლიერი არის. ძლიერები დაეცემიან, იმიტომ რომ ღმერთზე დამოკიდებულებას დაკარგავენ და სუსტები დადგებიან. ყველა დაიფანტა, მაგრამ მარიამ მაგდალინელი ქრისტეს ჯვართან მტიროდა. ეს მაგალითები გვაქვს ჩვენ ბიბლიაში. ამიტომ გამტკიცდი შენი ღმერთის ძალით. ამინ. მესამე დარტყმა, რასაც ეშმაკი გვთავაზობს და გვატყუებს, ცდილობს, რომ ღმერთის დუმილი წარმოგვიდგინოს ჩვენ, რომ ღმერთმა მიგვატოვა. და წერია, რისი იმედი გაქვსო? 36 თავი ესაიას მე-4 მუხლი. რისი იმედი გაქვსო? ეუბნება ხიზკიახოს. მინდა გითხრათ ძვირფასებო, დიახ ცხოვრებაში არის, ლოცულობ დრო გადის, პრაქტიკულად სიმართლეში შევხედოთ თვალებში. რეალობა ასეთი არის. და ხშირად როცა პასუხი არ აჩანს, და ეს მდგომარეობა გრძელდება, მაშინ ადამიანი იწყებს ეჭვიანობას. იმედი ეკარგება. რისი იმედი გააქვსო? იმიტომ რომ ლანძღავენ, ემუქრებიან, ალყაში არიან და ღმერთი ჯერ კიდევ დუმს. რისი იმედი გაქვს? ეს ერთ-ერთი მთავარი გზავნილი არის. თუ ღმერთი გიცავს და თუ ღმერთი შენთან არის, სად არის მაშინ შენი ღმერთი? დიახ, ზურფასებო, რთული არის. რთულია ეს ზურფასებო. ამ დროს 1000 ფიქრი მოდის, რატო არა ჩქარობს ღმერთი შენ დახმარებას? ამდენი ხანი ლოცულობ და არაფერი არ ხდება, უფრო უარესდება მდგომარეობა. რატომ არ აჩქარობს ღმერთი, რატომ არ აკპასუხობს და ამივიწყა ღმერთმა და 1000 რაღაც შეიძლება დატრიალდეს ადამიანის გონებაში. აი აქ არის რწმენის დიდი გამოცდა. თუ ღმერთს მაშინ ვენდობით მარტო, როცა შედეგები ჩანს ზურფასებო, მოდი ვენდოთ ღმერთს, როცა არაფერი არ აჩანს. ამენ. თუ ყველაფერი ჯერ კარგად არ არის, ეს იმას არ ნიშნავს ზურფასებო, რომ ღმერთი აღარ არის, ღმერთი კვლავ ღმერთი არის. დანიელის სიკში წერია. წარმოიდგინეთ ზურფასებო, ადამიანები, რომლებიც ზურფასებო დგანან ცეცხლის წინაშე, უნდა დააწვან და რას ეუბნებიან? მეფეო, ჩვენ გვჯერა რომ ჩვენი ღმერთი გვიხსნის, მაგრამ ასეც რომ არ იყოს. ჩვენ მაინც არ ვემსახურებით ჩვენს კერპებს. ვებენ ზურფასებო? ღმერთი ღმერთად რჩება.
ამიტომ უნდა ვიცოდეთ ზრფასებო, რომ ეს ყველაზე რთული საკითხი არის ქრისტიანობაში, მესმის ეს საკითხი ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება გვყოლდება ამაზე, მაგრამ ღმერთის დაყოვნება, ღმერთის არარსებობას არ ნიშნავს. ასეთ შემთხვევაში ზრფასებო, როცა ადამიანი ლოცულობს ზრფასებო წლებია, ასეთი ფრაზა რითიც ხანდახან ჩვენ ვცდილობთ ხოლმე, რომ კიდევ ვილოცე, აუცილებლად მოხდება. ყოველთვის შეიძლება სწორი ბიბლიური პასუხი არ იყოს, იმიტომ რომ ბიბლია ჩვენ გვაჩვენებს ასეთ ჭეშმარიტებას, რომ ლოცვის პასუხი ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი ზუსტად ისე გააკეთებს, როგორც შენ გინდა. ყველაზე ძლიერი მაგალითი იესოს მაგალითია გეციმანის ბაღში. ლოცულობს და ამბობს, თუ შესაძლებელი ამაცილე სასმისი, მაგრამ როგორც მე, როგორც შენ გინდა უფალო, როგორც შენი ნება უფალო. ამიტომ უნდა ვიცოდეთ ზრფასებო, რომ ლოცვის პასუხი ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი ისე გააკეთებს, როგორც შენ გინდა. იმიტომ რომ წერია ზრფასებო, რომ მისი ნებით რასაც თხოვულობთ. სასმისი აცდა იესოს არ აცდა. ჯვარი მაინც მოვიდა. მაგრამ ნახეთ რა წერია ებრაელთა 5:7-ში, შესმენილი იქნა. შესმენილი იქნა, მაგრამ ჯვარი არ აცდა. ეს იყო მისია, რომელიც დაკისრებული იყო მასზე. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ პავლეს ლოცულობდა ეკალის ხეულში, სამჯერ ვილოცეო, მაგრამ ღმერთმა რა უთხრა? საკვარისია ჩემი მადლი პავლე. ანუ ზოგჯერ ვფასებო, ღმერთის პასუხი არ არის მე ამას მოგაშორებო, მაგრამ ხშირად ღმერთის პასუხი არის, რომ მე შენთან ვიქნები ამ განსასწრების დროს. ბიბლიური რწმენა ვფასებო, ჩვენ არ გვავალდებულებს ყველაფერი ვიცოდეთ. მაგრამ ავიღოთ, ლოცულობდით და ადამიანი მოკვდა. რას ნიშნავს ეს ვფასებო? აი განსაკუთრებულად ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩვენ. იმიტომ რომ ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, აი ლოცულობდით ადამიანისთვის და გარდაიცვალა და მე განსჯამიდის, რომ აი რატო გარდაიცვალა, ალბათ რწმენა არ იყო. მე ვამბობთ ხოლმე, რომ ალბათ საკვარისად არ ვილოცეთ ჩვენ, საკვარისი ლოცვები არ იყო. შეიძლება ვიღაცამ თქვას, ალბათ რაღაცა მოუნანიებელი ცოდვაც ქონდა. ზოგიერთი უფრო შორსაც მიდის, მე ვიცი რატომაც გარდაიცვალა. არიან ესეთი სულიერი ხალხიც. ჩემო ძრფასებო, ჩვენ ხშირად არ ვიცით რატომ. მიუხედავად იმისა, ძრფასებო, კითხვა რატომ მიბადება, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ბიბლია არ გვავალდებულებს ჩვენ ყველა ტრაგედიის მიზეზი ვიცოდეთ. ჭეშმარიტება ასე არის. ლაზარეს სიკვდილთან დაკავშირებით ჩვენ ხედავთ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელოვანი არის იესოს რეაქცია. რა ხდებოდა ძრფასებო? მართასა და მარიამის სიტყვებზე იესომ ფაქტიურად პასუხი არ გასცა. მაგრამ წერია ძრფასებო, რომ იესოც ატირდა მათთან ერთად. რა თქმა უნდა, იქ იესომ სასწაული მოახდინა. მაგრამ ზოგჯერ ტკივილში მყოფ ადამიანებს ერთი რამე მინდა გითხრათ. შენი ჭკუის დარიგება კი არ ჭირდება. მიზეზების პოვნად კი არ ჭირდება, უბრალოდ გვერდზე დგომა ჭირდება. რატომ არ პასუხობს მაინც ღმერთი? ისევ ის კითხვები იბადება ხოლმე ადამიანებში და მინდა გითხრათ ზრფასებო, ბიბლიიდან ჩვენ ხედავთ რამდენიმე შესაძლებელ ვარიანტს. აბრამი წლები ელოდა აღთქმის შესრულებას. ხანდახან ზრფასებო, დრო არის საჭირო. ზოგჯერ ღმერთი განსხვავებულ პასუხს იძლევა. შენ ასე გინდა, მაგრამ ღმერთი სხვა პასუხს იძლევა. ზოგჯერ ჩვენი ნება ღმერთის ნებას არ ემთხვევა, იმიტომ რომ წერია, რასაც მისი ნებასრულის მიხედვით თხოვულობთ. მაგრამ ხანდახან ხდება, როცა ლოცვის პასუხს ამ ცხოვრებაში ვერ ვღებულობთ. ვიღაცა იტყვის ახლა, როგორ გვანუგე შეძმაო? მე გელაპარაკებით ის, რაც არის რეალობაში.
თუ გინდათ ახლა რაღაც უფრო ხარიზმატული სინ დავიწყო სრულ აღიარებები რომ როგორმე თქვენ კურს ესე ამოუნს რაღაცა ეს რეალობაა რომელიც გადახედეთ ჩვენს ცხოვრებას ჩვენს გარშემო ხდება და პასუხი არ აქვს რითი განუგეშოთ ზურფასებო ებრაელთა მე-11 თავი ძალიან მნიშვნელოვანი თავი არის და დაიწყეთ 11 თავის საკითხვა და დაინახავთ როგორი საოცარი გამარჯვებებით იწყება ეს თავი ადამიანები იმარჯვებენ מחვილის პირს ირიდებენ ცეცხლის ზარას შრეტენ ლომებს ხახებს უხშობენ და ასე შემდეგ ხო რწმენის გმირებად არიან აღიარებული მეთანხმებით მაგრამ იგივე თავში ზურფასებო ტექსტი იცვლება შემდეგ და წერია რომ სხვები იტანჯებოდნენ საყრობილებში ხვდებოდნენ და იხოცებოდნენ არიან თავის განუყოფელი ნაწილი თუ არ არის მაგრამ უყურეთ და ბოლოს ნათქვამი არის რა და ყველა მათგანმა რწმენის მეშვეობით მიიღო დამოწმება მაგრამ ვერ მიიღო აღთქმული შემოძრფასებო ძლიერი პასუხია იმ წარმოდგენაზე აი ეს მუხლი რომ ძლიერი რწმენა ყოველთვის სასურველ შედეგს იძლევა ძლიერი რწმენა ჩვენ გამარჯვებას გვაძლევს მაგრამ ყოველთვის შეიძლება სასურველი შედეგი არ იყოს ზრფასებო აი აქ ხედავთ რომ ერთ რომ რწმენით ლომების ხახა დაეხშო რწმენის გმირად იქნა შერაცხული მაგრამ რას ხედავთ ჩვენ შემდეგში ზრფასებო მეორე რწმენით იტანჯებოდა და კიდევაც დაიხოცნენ მაგრამ ორივე რწმენის გმირებად არიან აღიარებული ამენ რას ვეუბნებით ადამიანს ზურფასებო ხშირად ვეუბნებით ხოლმე ნუ ნერვიულობ ღმერთი აუცილებლად მალე გიპასუხებს ჩვენ ეს არ ვიცით ზურფასებო ალბათ უფრო სწორი დათქვამი ხანდახან იქნება რომ არ ვიცი რატომ არ შეცვალა ღმერთმა ეს მდგომარეობა რა უპასუხოთ ადამიანს ჩვენ ლოცულობდით ჩვენი ძმა მალხაზ მაკარაშვილი გარდაიცვალა განცხადება ვერ გავაკეთეთ დიახ საავადმყოფოში იწვა რატომ არ შეცვალა ღმერთმა ეს მდგომარეობა ეხლა სამზიმარზე რომ მივალ და დავიწყებ ეკლესიის წყევსი ჭკუის სწავლებას რომ თქვენ ალბათ რწმენა არ გეყოთ ან შეიძლება ამას სოდვა ქონდა რამე სწორი ვიქნები ჩვენ არ ვიცით მდგომარეობა რატომ არ შეცვალა ღმერთმა ერთის მდგომარეობა შეცვალა მეორის არ შეცვალა და ორივე რწმენის გმირად იქნა აღიარებული ჩვენ არ ვიცით ზურფასებო შეიძლება ყველაფერი ისე არ დასრულდეს როგორც ჩვენ გინდა მაგრამ ერთი რამე ვიცით ღმერთის დუმილი არ ნიშნავს ღმერთის არ ყოფნას დაგვიანება არ ნიშნავს დავიწყებას პასუხის არ მიღება არ ნიშნავს იმას რომ ღმერთმა მიგვატოვა ჩვენ ამინ ჩვენ და მივედოთ ღმერთს შემოზრფასებო ჩვენ ღმერთს შეუძლია გვიხსნას როგორც წერია დანიელში მაგრამ ასეც რომ არ იყოს მაინც ჩვენ არ ვემსახურებით შენ გერბებს შემოზრფასებო ქრისტიანის საბოლოო პასუხი ქრისტიანობის ტანჯვაზე საბოლოო პასუხი თუ გაინტერესებთ არ ამბობს ბიბლია რომ ყველაფერი აქ ამ ცხოვრებაში და ეხლა დამთავრდება მაგრამ წერია ზურფასებო საბოლოო პასუხი 21 თავი გამოცხადებისა მეოთხე მუხლი მოწმენს ცრემს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი აღარ იქნება გლოვა გოდება და ტკივილი ვინაიდან გადაიარა უწინდელმა ქრისტიანობის იმედი ზურფასებო არ არის ყველა პრობლემის მოგვარება ამ ცხოვრებაში მაგრამ ქრისტიანის საბოლოო იმედი არის აღდგომა და ღმერთთან მარადიული სიცოცხლე ამენ რწმენა არ არის მარტო ის როცა პასუხის მოლოდინში ხარ რწმენა ისიც არის როცა ენდობი მას როცა პასუხიც კი არ არის ამიტომ შემოზრფასებო ჩვენი ერთგულება ღმერთისადმი მე გავჩერდები ახლა მეოთხე ის არის უკვე თავის მხარეზე როცა იბირებს ეშმაკი ადამიანს ეს შანს რომ პირდება შემდეგ სანხერიბი იუდიას რომ დანებდნენ
არ დაუჯერო ხის კი ახუს თქვენი მოსავლის ნაყოფ შეჭამთ ასე იქნებით შეიძლება ეშმაკი თავაზობს დაუბრუნდი ძველ ცხოვრებას ყველაფერი კარგად გექნება ბევრ ფულს იშოვი ახალგაზრდებს სხვა სტუნება აქვთ კარგი გოგოები კარგი ბიჭები კარგი მომავალი ასე შემდეგ უამრავი რაღაც შეიძლება იყოს ნუ დანებდები ბოლომდე ერთგული იყავი რა თქმა უნდა ჩამოძვრფასებოა რაც ვილაპარაკე ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს რომ ღმერთი სასწაულებს არ ახდენს ჩვენ ვართ სასწაულების მოსწრეები ჩვენ როგორც ახალი აღთქმის მორწმუნეები ზრფასებო ჩვენ როდესაც ქრისტეს ვქადაგებთ ქრისტეს შესაძლებლობებზე ვქადაგებთ ჩვენ ქრისტეს ჭრილობებზე ვქადაგებთ ჩვენ ვქადაგებთ და ვხედავთ რომ სასწაულებისთან დახვევა ზრფასებო ეკლესიას მაგრამ ქრისტეს დროსაც იყო ყველა ორგანიკურნა მოციქულების დროსაც იყო ყველა ორგანიკურნა და დღეს ხომ მით უმეტეს როცა 1000 შოუებს ხედავთ ხოლმე თუნდაც ინტერნეტში მოწმობენ განვიკურნე მაგრამ რეალურად როცა მათი ცხოვრება მოწმდება 100% დამოწმებულებიდან შეიძლება 10-იც კი არ იყოს განკურნებული ეს ტრაგედია ჩვენ შოუები არ გვაინტერესებს ჩვენ გვიჯერა ჩვენი უფლისა ჩვენ გვინახია კიბოსგან განკურნებული ადამიანები და არაერთი ვინახია მხედველობა აღდგენილი ადამიანები ორგანოშესრული ადამიანები დიახ მაგრამ ამავე დროს გვინახია ლოცულობდით და გარდაიცვალა ლოცულობდით და წავიდა ამ ქვეყნიდან მაგრამ ორივე რწმენის გმირები არიან იმიტომ რომ ჩვენი იმედი მარტო ეს მიწიერი ცხოვრება არ არის ჰალელუია ცოცხალ მარადიულ ღმერთს კონდეს დიდება ამისთვის ამიტომ ჩამოძვრფასებოა მოდი ნუ დავვნებდებით ჩვენ ნუ რაფერს განვიახლოთ გონება ღმერთის ნება არ არის რაც შენ ცხოვრებაში მოდის და ეშმაკი ნუ მოგატყუებს ებრძოლე მას ებრძოლე მას არ არის ღვთის ნებით შენ ცხოვრებაში მოსული ტანჯვები ყველა ტანჯვა ღმერთის ნება არ არის და ნუ მოგატყუებს ეშმაკი ებრძოლე მას მაგრამ როგორც უკვე ვთქვით ზურფასებოა ჩვენ ცხოვრებაში ნუ სხვისი მაგალითებით ვიხემძღვანელებ ჩვენ სხვისი დაცემის მაგალითებით მაგრამ ამავე დროს უნდა გვახსოვდეს ზურფასებო რომ შეიძლება ყველა საკითხზე აქ პასუხი ვერ მიიღო მაგრამ ეს არ ნიშნავს ღმერთის არ არსებობა შენ ცხოვრებაში ჩვენი ღმერთი ღმერთად რჩება ცოცხალ ღმერთს დიდება და მადლობა ყველა კითხვაზე შეიძლება პასუხი არ გქონდეს და ნუ გამოხვალ ბრძენი მაგრამ ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება ასე არის აწყობილი ქრისტიანული ცხოვრება ჩვენ არ გვპირდება რომ არ იქნება განსასწრელი მაგრამ ქრისტიანულ ცხოვრებაში ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩამოძვრფასება და არ ავყვეთ რაღაც ტყუილებს რასაც ეშმაკი გვთავაზობს ჩვენ ცხოვრებაში ერთხელ მახსოვს ერთ ავადმყოფ ადამიანთან მივედი სწორი მაგალითად მოვიყვანდა მინდა ვთქვათ რომ სწორი ნაწლავი ქონდა ჩაკეტილი სიმსივნე ქონდა და როცა მივედი აი სახურების შემდეგ კვირის შემდეგ რაღაც აუზრა სულმა წავედი მასთან და რომ მოვინახულე ვილოცეთ ველაპარაკე ამ ლოცვის დროს გაიხსნა ყველაფერი ზრფასებო სახეც გაებადრა გახარებული ვილაპარაკეთ კარგად უკვე იცით რა წამოжდა კიდეც ფეხზე ისა საწოლზე როცა ვერ დგებოდა საერთოდ და როცა მოვდიოდი იქიდან სიტყვა მქონდა რომელიც ვერ შევასრულე და ვინანე შემდეგ დედამისი უვლიდა და დედამისის უნდა მეთქვა შიგნით მქონდა ასეთი რაღაცა რომ არც ერთი მორწმუნე არ გააკარო ამას ახლოს მეთქი ეგ როგორ ავთქვა მორწმუნე ეს როგორ ავთქვა მეთქი წამოვედი არ მეთქვია მეორე დღეს ჩემი წამოსვლის შემდეგ ავიდა ერთ-ერთი მორწმუნე დაუჯდა და აღდგენის პროცესში იყო უკეთესობისკენ მოდიოდა იქნება ღმერთის ნება არ შენ უნდა მოკვდე და წახვიდე უფალთან ეუნება ხო მოინანიე თუ კი რამე გააქვს და აი ღმერთ შენი წაყვანა უნდა და ღმერთის ნების საუწყებლად მივიდა კაცი ჩავარდა ისევ და გარდაიცვალა იმდენი ვინანე აი ცოტა ისეთი სათქმელი იყო მორწმუნე როგორ აბა მინდა მისულიყო მასთან სანახავად რა მაგრამ იმ წუთში ასე იყო საჭირო როცა იერიქონის კედლებს უვლიდნენ დუმილი ბრძანა დუმილი
რომ ურწმუნო სიტყვებით არ ყოფილიყო შელახული ღმერთის მიზანი. ხანდახან არასორი გაგება ჩვენი, არასორი დარიგებები, არასორი შეგონებები ადამიანებს შეიძლება ცხოვრებას უნგრევს, ამიტომ ფრთხილად იყავით. ღმერთის ნება. ჩემ მოტყუებასაც ვცდილობ ეშმაკი ერთხელ. მეც მქონდა პრობლემა სორნაწლავზე. ღმერთის ნება, მოკვდები, მოინანიე, უფლისინაშე წარსდგები და ჩემთვის ვიფიქრე, კაცო, გამახსენდა ღმერთი რას მელაპარაკებოდა, ხედვები, მომავალი, მეთქი აბა ეს რაღა იყო. და მივხვდი, ეშმაკი იმაზეც თანახმა იყო, რომ მონანიებული წავსულიყავი. და მე ვთქვი, რომ იესო ქრისტეს სახელით ეშმაკო, გეწინააღმდეგები შენ. იესო ქრისტეს სახელით მე განკურნებული ვარ. ღმერთს არ ჭირდება ახლა ჩემი სიკვდილი. როცა დრო დადგება, ყველა იქ მივდივართ. ისეთი დროს მოვა, შეიძლება უკვე გენატრებოც ნეტამალი წამიყვანა უფალო. მაგრამ მოციქულ პავლესაც არ უნდა წასვლა იმის გამო, რომ საქმე ქონდა გასაკეთებელი. და ღმერთმა სასწაულებრივად განკურნა წლების წინ. და იმის შემდეგ ღმერთს ვემსახურები, ვიცი როცა დრო იქნება წავალ. მაგრამ აი ღმერთის ნება, იქნება ღმერთს უნდა შინაგანად. იგივე შეიძლება ილაპარაკოს ვიღაცის პირიდან. ღმერთის ნება. ეს არ არის ასე ზურფასებო. მაგრამ თუ ლოცულობ და არ მოდის შენ ცხოვრებაში, გადაახალისე შენი აზრები, დიახ შეამოწმე, თუ რაიმეში გული მსჯავრს აგდებს, მოინანია აღიარე, თუ რაღაცა შეცდომა გამოასწორე, მაგრამ ნუ დათანხმდები ამაზე. მაგრამ თუ რომელიმე ადამიანის ცხოვრებაში განსხვავებულად რაღაცაც მოხდა, ებრაელთა წერილი გვაძლევს საშუალებას ჩვენ ღმერთის წინაშე აქ დარჩენილი განკურნებულიც და წასული განუკურნებელიც, რომელიც რწმენაში იდგა ბოლომდე და ღმერთს უერთგულა, ისინი ერთად იქნებიან ზეცაში. ჰალელუია, ცოცხალ ღმერთს დიდება. აგვეხმაროს უფალი შემოძრფასებო. და როცა აი ამ ისტორიებს ვკითხულობ ჩვენ რაღაც ჭეშმარიტებებს გებულობთ. ხედავთ ეშმაკი როგორც ცდილობს ფსიქოლოგიურად გატეხვას. რაღაცებს ხვდებით ჩვენ და ჩვენი გონება უკვე ისე არის მოწყობილი, რომ ჩვენ ჭეშმარიტებებით განწმენდილი გვაქვს გონება. ეშმაკი ვეღარ გვატყუებს. და თუ კი განსასწრელიც მოდის ცხოვრებაში, ადამიანები ღირსეულად ხვდებიან ამ განსასწრელს. ღირსეულად გადაიტანენ ამ განსასწრელს. ჩემს ცხოვრებაში ისეთი რაღაცები ყოფილა, დღესაც ვერ გეტყვით პასუხს, რატო? რაღაცებს ხვდები. რაღაცებს შეიძლება ბუნდოვნად აზრზე ვარ, რა შეიძლება ყოფილიყო, რა შედეგი მოიტანა ამან, მაგრამ სრულყოფილი ზეცაში იქნება. ყველა ტრაგედიის მიზეზი ბიბლია არ გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ და გვეცოდინება ჩვენ. ამიტომ მოდი ყველაფერს ცხოვრებაში შევხვდეთ მტკიცედ და მომზადებულები. ჩვენ გვჯერა ღმერთო, ჩემთვის ეს სიტყვა ძლიერი არის, რომ ღმერთი გვიხსნის შენი ხელიდან მეფეო, მაგრამ ასეც რო არ იყოს, მაინც არ ვემსახურებით შენს კერპებს. ჩვენ გვჯერა, რომ ღმერთ შეუძლია ჩვენიგან თავისუფლება, ამონტყოფობისაგან, ფინანსური კრიზისისგან, ყველაფრისგან, რაც ჩვენ ცხოვრებაში არის, ღმერთს ძალუძს ამის გაკეთება. მაგრამ თუ შეყონდა, ჩვენ მაინც უარს არ ვამბობთ ღმერთზე. ჩვენ მაინც ერთგულად ვრჩებით ღმერთის წინაშე. თუ რაღაც აყოვნებს, ჩვენ მაინც ერთგულებას ვაგრძელებთ. თუ ვიმე რწმენით წავიდა ამ ქვეყნიდან, ის რწმენით დადგება უფლის წინაშე. ჰალელუია. ღმერთს დიდება. მოდი წამოდგეთ და ვილოცოთ შემოძრფასება. დიდება შენ უფალო ღმერთო. თუ ვიმე არის დღეს ამ დარბაზში ძრფასებდებო, ის პირველად არის და უნდა რომ თავისი ცხოვრება მოინანიოს, უფალ ჩააბაროს, თავის საკუთარი მომავალი მოინანიოს, ასეთებს შეუძლია გამოვიდნენ წინ თუ არიან ასეთები, ჩვენ ვილოცოთ მათი გულისთვის, მაგრამ მოდი მთელმა ეკლესიამ ძრფასებო, ვილოცოთ ჩვენი უფლის წინაშე. რას მოვისმინეთ, რას გადიხარ, ეს ყველაფერი მოდი მოიტანე უფლის წინაშე და რას თავარია შემოძრფასებო. გავიხსენოთ ხისკიახუს დამოკიდებულება, ის მივიდა უფლის ტაძარში, გაშალა ეს წერილი. ილოცა
ზეციერი მამის წინაშე ზრფასებო და მოიტანა თავისი პრობლემა. მოდი ამ ლოცვაში გაშალეთ თქვენი წერილები. თუ იმე მიიღეთ სანქერიბისგან წერილი, თუ მიიღეთ რაღაცა ისეთი ინფორმაცია, ან თქვენ ცხოვრებაში რაღაცა პრობლემა არის, ჩათვალე ეს გამოგზავნილი მუქარის წერილად ეშმაკის მიერ და მოდი ეს პრობლემა გაშალე ღმერთის წინაშე. გადაშალეთ ეს წერილები უფლის წინაშე. აუწყეთ ზეციერ მამას მოიტანეთ მის წინაშე და უთხარით რომ ასეთი მუქარა არის თქვენ ცხოვრებაზე. მოიტანეთ ღმერთის წინაშე და უთხარით რომ ასეთი პრობლემაა მოტანილი შენ ცხოვრებაში. აღიარე ზეციერი მამის დიდება, მისი ძლიერება, მისი მადლი შენ ცხოვრებაზე. როგორც მოიქცა ზურფასებო ხიზკიახო. და ფინალისით რა იყო რა მოხდა? უბრძოლველად გაიმარჯვა ისრაელმა. იმიტომ რომ მეფის ბანაკში მოხდა რაღაც. გაბრუნდა ისე რომ ზურფასებო იქ ომის კი არ ყოფილა. ღმერთმა დაიცვა ზურფასებო ეს მეფე. ღმერთმა დაიცვა ზურფასებო ისრაელი იმპერიოში, იმიტომ რომ სულიერ სამყაროში ისინი გამარჯვებულები დარჩნენ ბოლომდე. ცოცხალ ღმერთს დიდება და მადლობა. ამიტომ ნუ გატყდები ხილულ სამყაროში. იცოდე რომ სულიერ სამყაროში მიდის ბრძოლა. და ამ სულიერ სამყაროში რომ გაიმარჯვო გაშალე დღეს შენი ზეციერი მამის წინაშე სანხერიბის გამოგზავნილი წერილი. აუწყე უფალს და გჯეროდე შენი უფლის ძლიერება, გჯეროდე შენი უფლის ძალა და მადლი. თუ ვიმე ავანტყოფი არის, თუ შენ ავანტყოფობ და მოდიხარ, გადის დრო, იმედი გეკარგება. ნუ დაუჯერებ სანხერიბის მოტანილ სიტყვას. სად არის შენი ღმერთი? რატო არ გეხმარება? ამდენი ხანი ილოცე, კიდევ არ მოვიდა შენ ცხოვრებაში. ნუ დაუჯერებ ამ ტყუილს, შენი ღმერთი არის. თუ აყოვნებს რაღაცა, ეს არ ნიშნავს ღმერთის არარსებობას. თუ ვიღაცა დაეცა შენზე წინ, თუ ვიღაცა ცუდი გამოცდილება გაქვს დანახული, იცოდე შენ, ეს არ არის შენი მომავლის წინასწარმეტყველება. ნუ შეგაშინებს ამით, შეიძლება ვიღაც დაეცა, მაგრამ შენ დგეხარ. შეიძლება ვიღაც ძლიერების დაეცნენ, მაგრამ სუსტები დგანან, იმიტომ რომ ღმერთს ენდობიან, ღმერთის ძლიერებით ძლიერდებიან. აი ამ მიმართულებით უნდა განავითარო შენი ლოცვა და არა უიმედობა, არა ხელების ჩამოყრა. ცოცხალ ღმერთს დიდება და მადლობა, ჩვენი უფალი ცოცხალი არის. ნუ დაუჯერებ მას. ილოცე თუნდაც მრავალჯერ კონდეს ნალოცი ამ საკითხისთვის. ნუ გეშინია. ნუ დაუჯერებ. რწმენით იდექი. გააგზელე რწმენაში დგომა. ერთ გული დარჩი ბოლომდე შენი ღმერთისა. ნუ დაუჯერებ ეშმაკის მოტანილ სიტყვას ყურს. როგორც მოვიდა ისე გაატარე. გულში ნუ მისცემ. ფესვის გადმის უფლებას როგორც ერთმა ღმერთის კაცმა თქვა. მე არ შემიძლია ჩიტებს აუკრძალო ფრენად ჩემ თავს ზემოთ, მაგრამ თუ რომელი მათგანი ბუდის გაკეთებას მოინდომებს, მე არ მივცემ უფლებას. ასია ფიქრები ზურფასებო, აი შენ მოტრიალი ჩიტებივით ფიქრები მოვა, მაგრამ ფიქრებს ბუდის გაკეთების საშუალება არ მისცე შენ გონებაში, შენს გულში. იმ ფიქრებს ღმერთის სიტყვით შეეწინააღმდეგე, რაც მოისმინე, განიახლე ეს გონება, არც დაუშვა ფიქრში. ცოცხალი არის უფალი. ჰალელუია. მოდი აღვარდოთ ხელები და ვილოცოთ მისი დიდებულების წინაშე. წმინდა უზეციერო მამაო, დიდება და ქება შენ. შენ ახარ ჩვენი უფალი, ჩვენი ღმერთი, ჩვენი ზეციერი მამა. უფალი ყოვლის შემძლე და ყოვლის ყრობელი. გადმოგვარე შენი მადლი და წყალობა ჩემო უფალო ღმერთო. წმინდა უმარადიულო მამაო, ჩვენ გვიჯერა, რომ შენზე იესო ქრისტეში ჩვენ გვაქვს ხსნა, ცოდვების პატიება, საუკუნო სიცოცხლე. ჩვენ გვიჯერა უფალო ღმერთო, რომ შენზე იესო ქრისტეში მოგვეცი ჩვენ განკურნება, წყევლისგან განთავისუფლება. ჰალელუია, მადლობა შენ. ცოცხალო წმინდა უმარადიულო ღმერთო მამაო, ძეუსულო წმინდაო, მადლობა შენ. შენ ახარ ჩვენი უფალი. და მოვდივარ დღეს შენ დიდების წინაშე, ჩემო უფალო, და გევედრები მოგვეცი ძალა, მოგვეცი რწმენა, გააძლიერე ჩვენი შინაგანი ადამიანი. დაიმსხვრე ჩვენ ცხოვრებაში არსებული ყოველი კერპები, ცრუ იმედები, იესო ქრისტეს სახელით ვამსხვრევთ ამ ყველაფერს. თუ იმეს აქვს ცხოვრებაში უფალო,
რაიმე მოულანიებელი ცოდვას მიეცი მონანიება ღმერთო იდებულა და გთხოვზეცი რომ მამაო განადიდე შენი სახელი ღმერთო იდებულა ვინც ლოცულობს და კარგახანია უფალო შეიძლება ვერ ღებულობს და იმედის უფალო დაკარგა ადამიანმა განამტკიცი ასათების იმედი შენი დუმილი არ ნიშნავს შენ არ არსებობას ღმერთო შენ ცოცხალი და მარადიული ღმერთი ხარ შენ გაგაჩნია შენი დროები და ვადები უფალო დიდება შენ ცოცხალო მარადიულო ღმერთო ჩვენ ყველაფრის მიზეზს ვერ ჩავსვდები მაგრამ ვაცხადებ დღეს შენ ერთგულებას უფალო ჩვენ გვიჯერა რომ შენ გვიხსნი ყველა განსასწრებისგან ჩვენ გვიჯერა რომ შენ გვიხსნი ყველა ავანტყოფობისგან მაგრამ ასეც რომ არ იყოს როგორც ჩვენ ფიქრობთ უფალო ჩვენ მაინც უფალო შენ ერთგულებას ვაცხადებთ და რჩებით შენ ერთგულად შენ ახარ ჩვენი უფალი შენ ახარ ჩვენი ღმერთი შენ ახარ ჩვენი ცოცხალი და მარადიული მფარველი კლდა და საყრდენი დიდება შენ მადლობა შენ ყველაფრის წმინდა უმარადიულო ღმერთო მამაო ძეო სულო წმინდაო და ყველა მქონს ამინ